1947 წლის 29 ნოემბერს ნიუ-იორკში გაეროს 128-ე ასამბლეა იხსნება. დღის წესრიგშია პალესტინის ებრაულ და არაბულ სახელმწიფოებად დაყოფა. იმისთვის, რომ რეზოლუცია მიიღონ, ამ საკითხს ასამბლეაზე წარმოდგენილი 56 ქვეყნის წარმომადგენელთა 2/3-მა უნდა დაუჭიროს მხარი. ებრაული სააგენტოს დელეგატთა უმრავლესობა პალესტინაში ბრუნდება, რადგან მისთვის ხელსაყრელი კენჭისყრის იმედი აღარავის აქვს. მხოლოდ გაეროს პალესტინის კომისიის ხელმძღვანელი აბა ევენი გადაწყვეტს დარჩენას. მსოფლიოს რუკა ავიღეთ და დავჭერით. წარმოდგენილი დელეგაციების წინააღმდეგ ნაბიჯები გადავდგით, მაგრამ ძალისხმევის მიუხედავად 3-4 ხმა გვაკლდა. მესიჯები მსოფლიოს ყველა წერტილში იგზავნებოდა. გავლენიან პირებს შუაღამისას საწოლებიდან აყენებდნენ და ერთი შეხედვით შეუძლებელი მისიისთვის იბარებდნენ. ყველა თავის გავლენას იყენებდა, რათა სასწორი ჩვენ მხარეს გადმოხრილიყო, ხვება აბა ევენი. ვიცოდით, საფრანგეთი თავის შეკავებას აპირებდა. ჩვენი დელეგაციის ხელმძღვანელი ხაიმ ვაიცმანი დავარწმუნე, რომ დაკავშირებოდა ლეონ ბლუმს, რომელიც 1927-38 წლებში საფრანგეთის მთავრობის მეთაური იყო. მან ვაიცმანს გაუგზავნა ტელეგრამა, რომელიც ასე მთავრდებოდა. ნუ თუ საფრანგეთი არ დაესწრება იმ მომენტს, რომელიც სამუდამოდ დარჩება ისტორიაში. ვიწყებთ ხმის მიცემას. იცით ეს როგორც გააკეთოთ. ვინც თანახმაა, იტყვის კის. ვინც წინააღმდეგია, იტყვის არას. ვინც თავს შეიკავებს, იცის, რაც უნდა გააკეთოს. ახლა დავიწყოთ. არტე ფრანსი და როშ პროდუქციონი ტუტ ლისტუართან ერთად წარმოგიდგენთ. ორჯერ აღთქმული მიწა, ისრაელი-პალესტინა. პირველი ნაწილი 1897-1948 წლები. 1896 წელს ევროპაში ანტისემიტიზმის აღმავლობით და დრეიფუსის საქმით აღშფოთებული ავსტრიელ-უნგრელი ჟურნალისტი თეოდორ ჰერცლი ებრაელთა სახელმწიფოს აქვეყნებს. ის წერს, თუ მოისურვებთ, ეს ოცნება არ იქნება. თუ დედამიწის საკმარის ნაწილზე მოგვეცემა სრული სუვერენიტეტი, რომ ჩვენი ხალხის ლეგიტიმური მოთხოვნილებები დაკმაყოფილდეს, დანარჩენს მივხედავთ. ვილიამ კარელის და ბლანშ ფინგერის ფილმი. ჰერცლი იმედოვნებდა, რომ იმ მომენტიდან, როცა დანარჩენების მსგავსად ებრაელებს თავიანთი ქვეყანა ექნებოდათ, მათაც ისევე მოექცეუდნენ, როგორც ყველას. და ანტისემიტიზმი ნელ-ნელა შემცირდებოდა, თუმცა ამავე დროს წერდა, რომ ანტისემიტიზმი იმდენად ძლიერია და იმდენად ღრმად აქვს ფესვები გადგმული, რომ ამ ოცნებას განხორციელების მცირე შანსი აქვს. უბრალოდ ის სხვა გამოსავალს ვერ ხედავდა. უნდა აშენებულიყო სახელმწიფო და იქ გვეცხოვრა. ერთი წლის შემდეგ ბაზელის სამორინეში სიონისტური მოძრაობის პირველი კონგრესი იხსნება, რომლის მიზანია შეექმნას კერა ებრაელი ხალხისთვის. ერთ-ერთი მონაწილე შეკრების დახურვის შესახებ მოგვითხრობს. თეოდორ ჰერცლი იყო მესია, ერისკაცი შავი წვერით, რომელსაც დაპირებული მიწისკენ მივყავდით. მღელვარებამ აივნებზე განთავსებულ საზოგადოებამდეც მიაღწია. მთელ დარბაზში ისმოდა შეძახილები. გაისად იერუსალიმში ვიქნებით. ერთი წლის შემდეგ ჰერცლი ეგვიპტესა და შემდეგ პალესტინაში პირველად და უკანასკნელად მიდის. ის თავის დღიურში წერს, იერუსალიმი მართლაც შთამბეჭდავია. ცხადია, საოცარია ქვეყანა, რომელსაც ის აღწერს. ჰერცლს სწორედ ასეთი ქვეყანა წარმოუდგენია, ლიბერალური, ევროპული, სოფისტიკური, რომელსაც კარგი ურთიერთობები აქვს სხვადასხვა საზოგადოებასთან და საზოგადოებრივ ჯგუფებთან. როცა ჰერცლმა თავისი სიონისტური პროგრამა წარმოადგინა, ყველა რაბინი დაუპირისპირდა. კონსერვატორი, რეფორმისტი, ორთოდოქსი. ეს 19 საუკუნის ბოლო, 20 საუკუნის დასაწყისში იყო. ცოდვად ჩათვალეს და დაიწყეს მტკიცება, რომ დიასპორა ღმერთის სასჯელია და მესიის გამოჩენის შემდეგ ებრაელი ხალხის წმინდა მიწაზე დაბრუნებას მხოლოდ ღმერთი დაუშვებს. ჰერცლი ამბობს, საჭიროა განვასხვაოთ რელიგია და სახელმწიფო. რაბინებს ჩვენი წინამძღოლობის უფლებას არ მივცემთ. იყვნენ თავიანთ სინაგოგებში.
სიონიზმი წარმოადგენდა რელიგიის მარწუხებისგან განთავისუფლების და ახალი საზოგადოების შექმნის ნებას ისრაელის მიწაზე. 1905 წელს რიგით მე-7 საერთაშორისო სიონისტურ კონგრესზე უგანდისა და არგენტინის განხილვის შემდეგ ებრაელი ხალხის პალესტინაში დასახლებაზე გაკეთდა არჩევანი. ჰერცლის სიკვდილის შემდეგ ეს პირველი კონგრესი გახლდათ. მისი ერთ-ერთი წევრი იცხაკ ეპშტეინი ტრიბუნიდან სიტყვით გამოდის. ერთი დეტალი გვავიწყდება. რამდენიმე ასეული წელია ჩვენს საყვარელ მიწაზე მთელი ერი ცხოვრობს და მისი დატოვება არასდროს უფიქრია. ახლა სერიოზულ ფსიქოლოგიურ შეცდომას ვუშვებთ. ბრიტანეთის სინაგოგების კავშირის პრეზიდენტი ჰერცლს წერდა, გაფიქრებას მზარავს, რომ შეიქმნება ძალიან პატარა ებრაული სახელმწიფო, რომელიც გეტო გახდება. საუკუნის დასაწყისში მოსახლეობა რამდენიმე ათეულათას ებრაელს და დაახლოებით 500,000 არაბს ითვლიდა. ებრაელები ფერმერები არ ყოფილან. მათი უმრავლესობა ულტრაორთოდოქსი იყო. პატარა მაღაზიები ჰქონდათ და ვაჭრობდნენ, ანუ ცხვეთიდან გამოგზავნილი შემოწირულობებით ცხოვრობდნენ. ერთი პატარა რელიგიური გაერთიანება იყო, ძალიან მორწმუნე. ძირითადად იერუსალიმსა და ისეთ ადგილებში, როგორებიც ჰებრონი და ცფათი გახლდათ. ებრაელებსა და არაბებს შორის კარგი ურთიერთობა იყო. მაგალითად, მიწებისა და სახლების გაყიდვა მიღებული გახლდათ. არანაირი პრობლემა არ იქნებოდა. როცა ჩემი მშობლები იაფაში ცხოვრობდნენ, პალესტინის მანდატის ქვეშ მყოფ ებრაულ მოსახლეობაში ბევრი მეგობარი ჰყავდათ. იმ პერიოდში ეს ნორმალური იყო, ამაში უჩვეულო არაფერი გახლდათ. უარყოფას აზრი არ აქვს. ცხადია, რომ ებრაელები ამ მიწაზე ცხოვრობდნენ. აქ მათი კულტურა არსებობდა. რუსეთში არსებული ძალადობა ებრაელთა იმიგრაციას აჩქარებს. უკრაინიდან ჩამოსული რამდენიმე სიონისტი სტუდენტი პალესტინაში დამკვიდრების გადაწყვეტილებას იღებს. რიშონ ლეციონში ერთი პატარა ჯგუფი ჩამოდის და იქ მკვიდრდება. უცნაურია, რომ ებრაელები ჩამოსვლისთანავე ამბობენ, ეს ჩვენი ქვეყანაო. ეს არაბებს ესმით. სინამდვილეში, არაბულ-ებრაული კონფლიქტი პირველი ებრაელის ჩამოსვლისთანავე დაიწყო. ამ თვალსაზრისით კონფლიქტის საფუძველი თავიდანვე არსებობდა. ახალგაზრდა იდეალისტები აქ მიწაზე სამუშაოდ ჩამოვიდნენ. მათ გადაწყვეტილი ჰქონდათ ისრაელში სამაგალითო კოლონია შეექმნათ. 1907 წლების ტექსტებში წერია, ეს ისტორია გიგანტური პროექტია ჩვენს მიწაზე, ჩვენს ჩასანაცვლებლად. ამ ქვეყანაში ძალიან მძიმე სამუშაო პირობებია. ახალგაზრდები ყველაფრისგან მოშორებული იყვნენ. რამაც აიძულა, შეექმნათ modus vivendi, სადაც ყველაფერი საერთო იქნებოდა. აქედან წამოვიდა კიბუცის შექმნის იდეა. პირველი კიბუცი, კოლექტივისტური სოფელი 1909 წელს შეიქმნა პალესტინაში. მისი დამაარსებლები ევროპიდან ჩამოსული ახალგაზრდები იყვნენ, რომლებსაც ახალი სახელმწიფოს დაარსება სურდათ. ბაბუა ჩემი ტალახში მუშაობდა და ჭაობის დაშრობას ცდილობდა. ბებია ჩაქუჩით ქვებს ამპრევდა. კარავში 5 წელი იცხოვრეს. დასავლური სამყარო პალესტინის მოსახლეობას არ არსებულად. მათ ტერიტორიებს კი მიტოვებულად მიიჩნევდა. ეს ქვეყანა უდაბნოებისა და ჭაობებისგან შეიქმნა. ალბათ გაგონილი გექნებათ ცნობილი გამოთქმა. პატარძალი ლამაზი, მაგრამ უკვე გათხოვილი იყო. უბრალოდ მათ ამ რეალობასთან შეგვება არ უნდოდათ.
ამიტომ მოიგონეს ცნობილი სლოგანი, რომ თავიანთი პროექტი გაემართლებინათ და ადგილობრივი მოსახლეობის მიწებზე დამკვიდრებულიყვნენ. მსოფლიოს ეუბნებოდნენ, ეს მიწა არის დაუსახლებელი მიწა ხალხისთვის, ვისაც მიწა არ აქვსო. ეს საშინელი ტყუილი იყო. ამბობდნენ, რომ ეს მიწა ნამდვილ სამოთხედ აქციეს. თითქოს მიწა მთლიანად გაუდაბნოებული იყო და კიდევ კარგი, რომ ისინი ჩამოვიდნენ და ასე შემდეგ. გაუდაბნოებული მიწის ისტორია მე-19 საუკუნეში დაიწყო. იმ პერიოდში, როცა ევროპის სახელმწიფოებმა წმინდა მიწის გაუკაცრებულ მიწად დახასიათება დაიწყეს და განაცხადეს, რომ ნებისმიერ ფასად უნდა გაცოცხლებულიყო. სიონისტური მოძრაობის შექმნამდე მუსულმანებს ეჭვი არ გასჩენიათ, რომ ერთ დღეს ებრაელებსა და არაბებს შორის ურთიერთობა ისეთ კონდიციას მიაღწევდა, რომ ეს ურთიერთობა პალესტინელ ხალხს ძვირად დაუჯდებოდა. ებრაელებსა და არაბებს შორის ურთიერთობის გაუარესება ნაწილობრივ ებრაული კოლონიზაციის დამსახურებაა. თუ გავითვალისწინებთ, რომ ადგილობრივი არაბი მუშახელის დახმარებაზე უარის თქმა თავიდანვე ჰქონდათ გადაწყვეტილი. სიონისტური მოძრაობის გავლენით ბევრი ებრაელი ყიდულობს მიწებს პალესტინაში. 1908-1913 წლებში 11 ახალი ებრაული კოლონია შეიქმნა. ამ პერიოდში ჩნდება წინააღმდეგობის პირველი ნიშნები. არაბები ებრაელებზე მიწების გაყიდვას აპროტესტებენ. ყველა წარჩინებულმა პალესტინელმა მიწები ებრაელებზე გაყიდა. არსებობს საფუთები. ურთიერთობები შეიცვალა. ხალხმა პრობლემის არსებობა იგრძნო. როგორ უნდა იცხოვროს არაბმა მშვიდად, როცა ვიღაც მიწას ყიდულობს და ებრაული ქვეყნის შექმნა უნდა. არაბულ ებრაული კი არა, ებრაული ქვეყნის. დაძაბულობა თანდათან მატულობდა, რასაც იმიგრაციის ტალღები ახლდა. აი სწორედ მაშინ მიხვდნენ არაბები, რომ ქვეყანას კარგავდნენ. პირველი მსოფლიო ომი შუა აღმოსავლეთის გეოგრაფიას ცვლის. დამარცხებულთა ბანაკში ოსმალეთის იმპერია იშლება. ამიერიდან ახლო აღმოსავლეთს თურქეთის გარდა დასავლეთის ძალები მართავენ. საიქს-პიკოს საიდუმლოს შეთანხმებით პალესტინას ბრიტანელებს აკუთვნებენ. ბრიტანელებმა ყველაფერი გააკეთეს, რომ ებრაელებს პალესტინაში სახელმწიფო ჰქონოდათ. რომ არაფერი ვთქვათ ბალფურის დეკლარაციაზე, რომელიც ამ მიწას ებრაელებს პირდებოდა. რეგიონში დასავლეთის ყოფნის საგარანტიოდ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ართურ ჯეიმს ბალფური 1917 წლის ნოემბერში წერილით მიმართავს სიონისტური მოძრაობის ლიდერს ლაიონელ როტშილდს. მისი უდიდებულესობის მთავრობა დადებითად უყურებს პალესტინაში ებრაელი ხალხის დასახლებას და ყველა ღონეს იხმარს ამის ხელშესაწყობად. ცხადია, ისეთი არაფერი გაკეთდება, რამაც შეიძლება პალესტინაში მცხოვრები არაებრაული საზოგადოების უფლებები შეელახოს. ბალფურის დეკლარაცია სხვა არაფერია, თუ არა კოლონიალისტის განცხადება, რომელიც სხვას თავაზობს საჩუქარს, რომელიც მას არ ეკუთვნის. 1917 წელს, როცა ბრიტანეთის მთავრობამ პალესტინაში ებრაელების სამშობლოს დაფუძნების თაობაზე სიონისტური პროექტი დაამტკიცა, მოსახლეობის 98%-ს პალესტინელები შეადგენდნენ. ყველაზე სანდო ციფრი 1919 წლით არის დათარიღებული, როცა ინგლისელები აქაურობას დაეპატრონენ და მოსახლეობის პირველი სერიოზული აღწერა ჩაატარეს. 1919 წელს აქ 700,000 არაბი და 70,000 ებრაელი ცხოვრობდა. ბრიტანელებს კარგად ჰქონდათ გააზრებული, რომ დიდხანს დარჩენისთვის ქვეყნის ორად გაყოფა იყო აუცილებელი. გაყოფის აქტი სრული გარყვნილების აქტია. პირველ აღწერაში, რომელსაც ბრიტანელები ატარებენ, ისეთი კატეგორიები შეაქვთ, რომლებიც აქამდე არ არსებობდა. ეს არის ებრაული და არაბული კატეგორიები. მათი ჩანაფიქრი შემდეგი იყო.
მოდი ისინი ერთმანეთთან დავაპირისპიროთ. ჩვენ კი თამაშის მარადიული მსაჯები ვიქნებით. არაბული ნაციონალიზმის გაღვივებასთან ერთად დაიწყო ანტიებრაული გამოსვლები. 1920 წლის მარტში იერუსალიმში, 1921 წელს კი იაფასა და თელ-ავივში. კოლონიების მინისტრი ვინსტონ ჩერჩილი გამოძიებას იწყებს. 1922 წლის დასაწყისში პალესტინასთან ბრიტანეთის პოზიციების დასაზუსტებლად ის თეთრ წიგნს აქვეყნებს. ერთა ლიგა დიდ ბრიტანეთს ანიჭებს მანდატს, რომ ებრაელების ეროვნული კერა მოამზადოს. 20-იანი წლების ბოლოს პალესტინაში 60,000-ზე მეტი ებრაელი ჩადის. 1929 წლის აგვისტოში გოდების კედლის საკითხთან დაკავშირებით არაბები ებრაელებს დაუპირისპირდნენ. ვრცელდება ხმები ებრაელთა მხრიდან ალ-აქსას მეჩეთზე მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ. ებრაელთა წინააღმდეგ არაბების ძალადობა იერუსალიმის ძველ ქალაქში იწყება და მთელ პალესტინაში ვრცელდება. ჰებრონში 67 მოკლულ ებრაელს შორის ქალები და ბავშვები არიან. ცფათშიც 18 ებრაელი გამოასალმეს სიცოცხლეს. ერთ კვირაში არაბებმა 133 ებრაელი მოგლეს. ბრიტანელთა ანგარიშში წერია, ებრაელთა მიმართ ადგილობრივი არაბების მტრული განწყობა მათი პოლიტიკურ ეროვნული მისწრაფებების შეუსრულებლობიდან მომდინარეობს. 1933 წელი ებრაელთა დევნის დასაწყისია გერმანიაში, მერე ავსტრიაში. 1933 წლიდან ადოლფ ჰიტლერი და იოზეფ გებელსი ებრაელთა სავაჭრო პუნქტების წინააღმდეგ ბოიკოტს აწყობენ. მესამე რაიხის ეკონომიკის სამინისტროს თანხმობით, გერმანელ ებრაელებს პალესტინაში იმიგრაციის უფლება ეძლევათ, თუ ქონების დიდ ნაწილზე უარს იტყვიან. 1933-39 წლებში ათეულობით ათასი იმიგრანტის ჩასვლა ეკონომიკას ახალ იმპულსს აძლევს. ეს ინტელექტუალთა, მეცნიერთა, არქიტექტორთა, არტისტთა იმიგრაციაა. იხსნება უამრავი საწარმო. 1909 წელს დაარსებული თელ-ავივის მოსახლეობა უკვე 150,000-ს აღწევს. ყველა პლაჟებზე მოწყობილი მოდური ადგილებისკენ მიიჩქარის. გუშინ, ალენბის და ბიალიკის ქუჩების კუთხეში ახალი ელეგანტური კაფე გაიხსნა, წერს გაზეთი ჰაარეცი. 1935 წელს დავიდ ბენ-გურიონს ებრაული სააგენტოს პრეზიდენტად ირჩევენ. ის პალესტინაში 1906 წელს 20 წლის ასაკში ვარშავის პატარა სოფლიდან ჩავიდა. მას ებრაული ქვეყნის შექმნა მომენტალურად უნდოდა. მისი მეგობრები კი მიხვდნენ, რომ ამას დრო სჭირდებოდა. ამავე წელს მას პალესტინაში ებრაელთა დასაცავად შექმნილი შეიარაღებული დაჯგუფებების ჰაგანას მეთაურად ნიშნავენ. 1936 წლის აპრილში არაბები იმიგრაციის შეჩერებასა და ებრაელებზე მიწების გაყიდვის აკრძალვას ითხოვენ. 1936 წელს პროტესტი აჯანყებით მთავრდება. ის უპირისპირდება სიონიზმს და პალესტინაში ბრიტანელების ყოფნას. არეულობის მასშტაბები იზრდება. ინგლისელები რამდენიმე ასეულ არაბს და 300 ებრაელს კლავენ. არაბთა უმაღლესი კომიტეტის მეთაური გავლენიანი მუფთი ამინ ალ-ჰუსეინია. მუფთი პალესტინელი ხალხის ლიდერი იყო. საშინელი ადამიანი გახლდათ, რომლის ნაციონალიზმი პრონაცისტური იყო. არა მხოლოდ იმიტომ, რომ ნაცისტები ბრიტანელებს და ებრაელებს ემტერებოდნენ, არამედ იმიტომ, რომ მას ნაცისტური იდეოლოგია მოსწონდა. ეს იყო აბსოლუტური სიბრმავე. სიგიჟე იერუსალიმელი მუფთისა, რომელიც ბერლინში ჰიტლერს ჩაეხუტა. მუფთი ბერლინში ჩავიდა, რადგან გადაწყვეტილი ჰქონდა მუსულმანური შუცშტაფელი შეექმნა. გერმანულ ჯართან დანაყოფის ჩამოყალიბება სურდა, რათა ებრაელებს შებრძოლებოდა. გერმანიაში მუფთს გავლენა არ ჰქონდა. ჰიტლერმა მას ხრა დაიგდო. ამიტომ აიხმანს დაუკავშირდა.
იმ დროს აიხმანი გესტაპოს ებრაულ დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. ის აქ მტერზე დასაკვირვებლად გამოაგზავნეს. ანუ მას ებრაული ენა. ებრაელთა ტრადიციები უნდა შეესწავლა. გერმანიაში დაბრუნებული იყო და როგორც თავად ამბობდა, მერე მათთვის მიეხდა. ებრაელთა შესწავლა აკვიადებად ჰქონდათ ქცეული. აიხმანი რამდენჯერმე შეხვდა მუფტს, რაზეც მუფტმა მემუარებში დაწერა. მათი საერთო მიზანი ებრაელთა მოსპობა იყო. იერუსალიმის მუფტის ეს გიჟური ახირება მოგვიანებით ჩვენ ძალიან ძვირად დაგვიწყდა. ისტორიკოსი ჰაგაი ჰოროვიცი წერს: არაბული ეროვნული მოძრაობის მიმართულების შეცვლის პირველი ნიშანი იერუსალიმის მუფტის ჰიტლერთან დაახლოება იყო. საფრთხე, რომელიც ჩვენს არსებობას ემუქრებოდა, წარმოსახვითი აღარ იყო. ის კეტის ჩარტმას გავდა, რომელმაც კონფლიქტის ხასიათი და ჩვენი საბრძოლო სტრატეგია შეცვალა. იმ დროს, როცა ნაცისტებს ნიურნბერგის კანონები უკვე მიღებული ჰქონდათ და ევროპაში მილიონობით ებრაელის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა, ბრიტანელებმა პალესტინისკენ მიგრაციის გზები გადაკეტეს. ვისაც რაიხისგან გაქცევა უნდა, დიდი არჩევანი არ აქვს, რადგან ებრაელებს სხვა ქვეყნებიც კარს უხურავენ. იგივე ხდება ამერიკაშიც, სადაც გერმანიიდან და ავსტრიიდან პოლვილების ჩამოსვლა მკვეთრად იზღუდება. 1938 წლის ივლისში ევიანის კონფერენცია, რომელიც დევნილი ებრაელების მიღებას მიეწოდა, მარცხით დასრულდა. 32 ქვეყნიდან მათთვის საზღვრების გახსნის სურვილი არავინ გამოთქვა. ინგლისელები, რომლებსაც არ სურთ არაბები ეგრეთ წოდებული ფაშისტური ქვეყნების ალიანსს შეუერთდნენ, 1939 წლის თებერვალში სენ ჯეიმსის კონფერენციას აწყობენ. მას ებრაელები და არაბები უნდა დაესწრონ, მაგრამ არაბული დელეგაცია ებრაელთა გვერდით დაჯდომაზე უარს ამბობს. ბრიტანელთა თვალში პალესტინა დენტს ემსგავსება. მაშინ ისინი აქვეყნებენ ახალ თეთრ წიგნს, რომელიც იმიგრანტების ჩამოსვლას მნიშვნელოვნად ამცირებს და ამტკიცებს, რომ მათ გეგმებში პალესტინაში ებრაული სახელმწიფოს შექმნა არ შედის. ადოლფ ჰიტლერი პოლონეთში შეიჭრა. ეს მეორე მსოფლიო ომის დასაწყისია. ძალები, რომლებსაც ერვინ რომელი ხელმძღვანელობს, აფრიკის კონტინენტზეა განლაგებული. ბენ-გურიონმა განაცხადა, ომში ბრიტანელებს დავეხმარებით და ისე მოვიქცევით, თითქოს ჩვენ წინააღმდეგ თეთრი წიგნი არ გამოქვეყნებულა. ჰაგანას და ბრიტანეთის არმიის შტაბები შეთანხმდნენ, ბრიტანეთის არმიის წიაღში შეექმნათ ებრაელებისგან დაკომპლექტებული ძალა, რომლის მისია ნაცისტების დამარცხება იქნებოდა. მამა ჩემი იყო ბავშვი, რომელიც 4 ენაზე ლაპარაკობდა და პოლიტიკური ცნობიერება მეტად კარგად ჰქონდა განვითარებული. დედა ნაცისტების შემოსევის შემდეგ 1939 წელს გარდაეცვალა. მაშინ მან მამა დაარწმუნა, რომ ებრაელებისთვის სხვა ადგილი არ არსებობდა გარდა ისრაელისა. 4 თვე ისინი მოგზაურობდნენ გემით, რომელიც სავსე იყო არალეგალი მგზავრებით და რომელსაც არც ერთი ქვეყანა არ ღებულობდა. არც ჩერჩილის ინგლისი, არც რუზველტის ამერიკა. ერთი სიტყვით არც ერთი. 12 წლის ებრაელი ბავშვი ზღვისა და ჰორიზონტის ამარა იყო. ბოლოს აქ ჩამოვიდნენ, მაგრამ ინგლისელებმა დააკავეს. ადამიანები აქ ჩამოსვლას აგრძელებდნენ. თავიანთ ამბებს ყვებოდნენ და ამ ქვეყნად გეტოზე უარესი არაფერი არსებობდა. მაგრამ მალე პოლონეთიდან საგანგაშო ინფორმაცია მოვიდა. ეს იყო დრამატული ამბები კოლექტიური ხოცვა-ჟლეტის მოწყობის შესახებ. მათ არ დაიჯერეს. თავიდან ეს ამბავი ადამიანებს არ სჯეროდათ. ფიქრობდნენ, რომ საქმე ეხებოდა პოგრომებს, ანტისემიტურ მანიფესტაციებს. ეს იმდენად საშინელი მოსასმენი იყო, სიმართლე ვერ იქნებოდა. მაგრამ ნელ-ნელა წლის ბოლოს მოვლენების დრამატული სურათი შეიქმნა. გავიგეთ, რომ შემზარავ მეთოდებს იყენებდნენ.
ადამიანებს ცოცხლად მარხავდნენ. მშობლებს იძულებულს ხდიდნენ საკუთარი შვილები დაესაფლავებინათ და ცხადია დახვრეტა ორმოებთან. 1942 წელს მოაღწია ტელეგრამამ, რომელშიც ეწერა, რომ წლის ბოლომდე სპეციალურ ადგილებში ჰიმლერის 3.5-დან 4 მილიონამდე ებრაელის მოკვლას აპირებდა გაზით, რომელსაც პრუსიულ მჟავას უწოდებენ. ეს ტელეგრამა ისეთი არადამაჯერებელი აღმოჩნდა, რომ უჯრაში ჩადებული დარჩა. პირველი ჯგუფი ჩამოვიდა და ქვეყანას შემდეგი ტექსტით მოირბინეს. ამხანაგებო, რაც ხდება ყველაფერი სიმართლეა. საშინელებაა. ამას მეთოდურად აკეთებენ. როგორია ამის მოსმენა, როცა ოჯახი ევროპაში ცხოვრობს? ანუ ადამიანებს ოჯახები აღარ ყავდათ. ომი დამთავრებულია. ნაცისტებზე გამარჯვება ბრიტანეთის პოლიტიკას ვერ შეცვლის. ლონდონი ისევ უარს ამბობს პალესტინასა და ევროპაში გადარჩენილ ებრაელთა იმიგრაციაზე. ებრაული მოსახლეობის მესამედი ნაცისტურ ბანაკებში ამოიხოცა. გამოდის სიონისტები არ ცდებოდნენ. ხალხი, რომელსაც ქვეყანა არ აქვს, შეიძლება სასაკლაოზე ნახირივით წაასხა. კიდევ იმიტომ, რომ ჰოლოკოსტს გადარჩენილებს წასასვლელი არსად ჰქონდათ. უამრავი ებრაელი დასამკვიდრებელ ადგილს ეძებდა. შტატების კარი დაკეტილი გახლდათ. ამერიკამ შესასვლელი ჩარაზა. მაშასადამე ჰოლოკოსტი რომც არ ყოფილიყო, ებრაელები მაინც აქ დაბრუნდებოდნენ. ჰოლოკოსტის მერე ალმახმა ევროპაში გამგზავნა. შევხვდი ადამიანებს, რომლებიც გადარჩნენ და ცოცხლები იყვნენ. ეს ჩემთვის საშინელი შოკი იყო. შევხვდი ახალგაზრდებს, მათ იტალიისა და საფრანგეთის გავლით არალეგალურად ემიგრირება უნდოდათ. თოვდა, ძალიან ციოდა. მათთან ერთი კვირა გავატარე. ღამით ერთ-ერთი ყვირილს იწყებდა. კოშმარები ესიზმრებოდათ. ისეთი შოკი იყო. საშინელი შოკი. არ დამავიწყდება. ომის დამთავრების მერე გადარჩენილთა უმრავლესობა გზააბნეული იყო. გადატანილის გამო არ იცოდნენ რა გაეკეთებინათ. ეგონათ, რომ სრულიად მარტო დარჩნენ. ადამიანები იმდენად ტრავმირებულნი იყვნენ, რომ ვერ ახერხებდნენ იმის მოყოლას რა დაემართათ. უმეტესობამ ოჯახი დაკარგა. როცა ვხვდებოდით ოჯახებს, სადაც ბებია და ბაბუა იყვნენ, გვიჩნდებოდა კითხვა. ნუ თუ ეს შესაძლებელია. ეს ყველაფერი ყოველგვარ რეალობას იყო მოკლებული. დავიბადე 1946 წლის სექტემბერში ლტოლვილი ებრაელების ბანაკში, ავსტრიაში, ლინცთან ახლოს. ცხოვრების პირველი 2 წელი იმ ბანაკში გავატარე. იქ გავიზარდე. ომს გადარჩენილი ებრაელები გერმანიასა და ავსტრიაში გადაადგილებულ პირთა ბანაკებში აღმოჩნდნენ. იქ დაუნდობლად ეპყრობიან, მაგრამ მაინც არ უნდათ იმ ქვეყნებში დაბრუნება, სადაც მათი ოჯახები დახოცეს. ამერიკელი მაღალჩინოსანი პრეზიდენტ ტრუმენს მოხსენებას უგზავნის. ებრაელებს ჩვენც ნაცისტები ვთვექცევით იმ განსხვავებით, რომ არ ვხოცავთ. ომი დამთავრებული იყო, მაგრამ ჰოლოკოსტი ისევ გრძელდებოდა. როცა ებრაელებმა პოლონეთში, ლიტვაში, სლოვაკეთში, უნგრეთსა და რუმინეთში დაბრუნება დაიწყეს, სახლებში უცხო ადამიანები დახვდნენ, რომლებიც მათ ხოცავდნენ. 1945-46 წლებში პოლონეთში 2000 ებრაელი მოკლეს. ხოლოდ კელცეს პოგრომზე ლაპარაკობენ არადა მსგავსი პოგრომი ბევრს გვახსოვს.
პოლონეთიდან 1946 წლის ზაფხულში კელცეს პოგრომის შემდეგ წავედით. შეგვეძლო შეერთებულ შტატებში წავსულიყავით, მაგრამ დედამ თქვა, ჰოლოკოსტის შემდეგ ისეთი ადგილი უნდა შევარჩიოთ, სადაც ებრაელები ცხოვრობენო. ბერძნული გემით წამოვედით. ინგლისელების ნებართვის გარეშე. ყალბისაბუთები გაგვიკეთეს. ჩვენი ჩამოსვლის დღეს საშინელი სროლა ატყდა. დედა ამბობდა, ღმერთო, ეს სად ჩამოვედით? რა საშინელი ადგილიაო? ოპერაცია იგლუ ბრიტანელებს კვიპროსზე ებრაელების დემოკრატიის საშუალებას მისცემს. ამ ოპერაციას თავიანთ ანგარიშებში გადატვირთვას და გადატანას უწოდებენ, რომ სიტყვა დეპორტაცია არ ახსენონ. როგორც კი არალეგალი ემიგრანტებით სავსე გემი ხაიფას პორტში ჩერდება, ბრიტანულ ძალებს გემით ისინი კვიპროსზე გადაჰყავს. მავთულ ხლართებით გარჩემორტყმულ ბანაკებში 50,000-ზე მეტი ებრაელი მოხვდა. უმეტესობა ჰოლოკოსტს გადარჩენილია. ფილოსოფოსი ჰანა არენდტი წერს, კვიპროსის ბანაკები ასატანია მხოლოდ იმიტომ, რომ ოსვენციმთან შედარებით ადამიანურია. ებრაული იმიგრაციის დაბლოკვასთან დაკავშირებით ბრიტანეთის გადაწყვეტილებები არ ნიშნავს, რომ ფუნდამენტური პოლიტიკური ცვლილება მოხდა. უბრალოდ მათ იციან, რომ ამ ადამიანებს ასახლებენ. 1946 წლის ივნისში ინგლისელები იწყებენ ოპერაცია აგატას. ჩხრეკისას პოულობენ დოკუმენტებს, რომელთა მიხედვით ებრაულმა სააგენტომ საბოტაჟის ოპერაცია დაგეგმა და 2700 ადამიანს აკავებენ. სიონისტებისთვის ეს დიდი დარტყმა. ერთი თვის შემდეგ ებრაელთა დაჯგუფება ლეჰის სასტუმრო კინგ დავითს აფეთქებს, სადაც ბრიტანელთა შტაბია განლაგებული და რასაც 91 ადამიანი ეწირება. პარადოქსია, რომ ეს ტერაქტი, რომელსაც მსოფლიო გმობს, სიონისტების წისქვილზე დაასხამს წყალს. ბრიტანელები ხვდებიან, რომ ებრაულ დაჯგუფებებს წინააღმდეგობას ვეღარ გაუწევენ. გაერთიანებული სამეფო უკან დახევის გადაწყვეტილებას იღებს. სრული ატმოსფერო თანდათან ღვივდებოდა. 1947 წელს კი მდგომარეობა მთლიანად გამოვიდა კონტროლიდან. ბრიტანელთა თხოვნით 1947 წლის აპრილში გაეროს საერთაშორისო საგამოძიებო კომისიას ნიშნავს. საბოლოო ანგარიში ებრაული და არაბული სახელმწიფოების შექმნის რეკომენდაციას იძლევა. ბრიტანეთი ამ წინადადებაზე უარს ამბობს და აცხადებს, რომ 6 თვეში მანდატს დატოვებს. ეჯგარაშია, რომ ჰოლოკოსტმა გაეროს წევრთა დიდ ნაწილზე გავლენა იქონია და გაეროს მისიამ, რომელიც აქ ჩამოვიდა და ევროპაში ებრაელი ლტოლვილების ბანაკები ნახა და ასკვნა, რომ მას შემდეგ, რაც მოხდა, საჭირო იყო ებრაელთათვის ქვეყანა მიეცათ. რაც 1948 წელს პალესტინის ხელმძღვანელობამ ვერ დაინახა, ეს ჰოლოკოსტია. მთელი მსოფლიო დარწმუნებული იყო იმაში, რომ მსხვერპლთათვის პატივი უნდა მიეგოთ და ებრაული სახელმწიფო აუცილებლად უნდა შექმნილიყო, რაც ნაცისტური ბარბაროსობისთვის ერთადერთი ადეკვატური პასუხი იქნებოდა. სადაზვერვო სააგენტო მოსადი ცდილობს ბრიტანელები აიძულოს ებრაელებს პალესტინის კარი გაუხსნან. ქირავენ გემს სახელად ექსოდუს 1947. ცენტრალური ევროპიდან წამოყვანილი 4500 ებრაელი ივლისში ხაიფას ნაპირებთანაა. უმრავლესობა სიკვდილის ბანაკებს ძლივს გადაურჩა. ლტოლვილად სულის ამოხდას მათ არალეგალური ტრანზიტული არხებით პალესტინისკენ წასვლა ამჯობინეს. მაგრამ ბოლო მომენტში სამეფო ფლოტი გემის შემოწმებას იწყებს. ჭკლეტაში 3 მგზავრი იღუპება, ხოლო რამდენიმე ასეული დაზიანებებს ღებულობს. მთელი გზა საშინელი დაპირისპირებები იყო. ხაიფამ არ მიგვიღო, ჯერ საფრანგეთში, შემდეგ ჰამბურგში გაგვიშვა. ეს ისტორია მსოფლიოს აღაშფოთებს.
ბრიტანელები იძულებული არიან საერთაშორისო აზრი გაითვალისწინონ და ეგრეთ წოდებული ებრაელთა პრობლემა მშვიდობიანად მოაგვარონ. გაეროში დელეგაციები კენჭისყრისთვის ემზადებიან, რათა პალესტინის მომავალი გადაწყვიტონ. დავით ბენ-გურიონი კენჭისყრის პირველად შედეგებს რადიოში უსმენს. მის გვერდითაა პრეზიდენტის მხრივი ელეონორა რუზველტი. ამერიკის მეორე მსოფლიო ომში ჩართვის გადაწყვეტილებაზე გავლენა სწორედ მან მოახდინა. საფრანგეთი საკუთარი ზრახვების შესახებ დუმს. მაგრამ ხაიმ ვაიცმანის ტელეგრამით შეშფოთებული ლეონ ბლუმი პირობას დებს, რომ თავის გავლენას გამოიყენებს. პრეზიდენტი ტრუმენი ზეწოლას ახდენს იმ სახელმწიფოების წარმომადგენლებზე, რომლებსაც გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ და სთხოვს მხარი დაუჭირონ გაყოფას. კენჭისყრაზე უმრავლესობამ გაყოფის წინააღმდეგ მისცახმა. ამერიკელებმა მადლიერების დღესასწაული მოიმიზეზეს. ხმის მიცემა გადადეს და იმ ორი პატარა ქვეყნის წარმომადგენელთან ერთად დაბრუნდნენ უკან, რომელთა მდებარეობა რუკაზე არც ვიცით. ამ დღესასწაულის დროს კარგად იმუშავეს და მალე კენჭისყრის გადაწყვეტილებაც შეიცვალა. საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი გრომიკო პროსიონისტური გამოსვლით ყველას აოცებს. მეორე მსოფლიო ომის დროს ებრაელმა ხალხმა საშინელი ტანჯვა გადაიტანა. ამით აიხსნება მათი სწრაფვა ჰქონდეთ თავიანთი სახელმწიფო. უსამართლობა იქნება თუ უარს ვეტყვით. გრომიკო სიონისტებით ლაპარაკობდა. არადა წლების განმავლობაში ისინი სიონისტებს დევნიდნენ და გულაგებში ამწყდებდნენ. გრომიკოს გამოსვლას არანაირი საერთო არ ჰქონდა იმასთან, რაც მოხდა. საბჭოთა დიპლომატია სენტიმენტალიზმით გამორჩეული არასდროს ყოფილა. აქ მთავარი ინტერესებია. საბჭოთა კავშირმა იცოდა, რომ ინგლისელებს აქედან გაყრიდა. ამიტომ უნდოდა ამერიკელებისთვის ადგილის დაკავება დაესწრო. საბჭოთა კავშირი თანახმა გაერთიანებული სამეფო თავს იკავებს. საფრანგეთი თანახმა. კომიტეტის რეზოლუცია პალესტინის საკითხთან დაკავშირებით მიღებულია 33 ხმით. წინააღმდეგი 13. 10-მა თავი შეიკავა. La majorité 1957 წლის ნოემბერში ამ საკითხის კენჭისყრაზე დაყენება და მისი მიღება იოლი ნამდვილად არ ყოფილა. ça n'a pas été simple de l'obtenir. ითქვა, რომ გადაწყვეტილება იმიტომ მიიღეს, დასავლეთმა უხერხულობა იგრძნო. უკაცრავად, იქამდე სად იყვნენ? უცებ აუჩუქდათ გული. ეს არის ქვეყნის ყველაზე დიდი პარადოქსი. ის ებრაელი ხალხის უდიდეს ტრაგედიაზე აშენდა. გაეროს რეზოლუციით პალესტინა ებრაულ და არაბულ ნაწილებად იყოფა. იერუსალიმი საერთაშორისო კონტროლის ქვეშაა. მაგრამ პალესტინელი არაბები და მეზობელი არაბული სახელმწიფოები ამ დაყოფას ეწინააღმდეგებიან. პალესტინელებმა შეცდომა ხომ არ დაუშვეს, როცა დაყოფის ეს გეგმა არ მიიღეს. ეს იმაზე ხომ არ მეტყველებს, რომ ისინი ფანატიკოსებად იბადებიან. პალესტინის გაყოფასთან დაკავშირებით გაეროს გეგმის უარყოფა დიდი შეცდომა იყო არაბების მხრიდან. სხვა შეცდომებიც იქნა დაშვებული იმასთან დაკავშირებით, რაც 1947 წელს მოხდა. მაგრამ ისინი ასე არ ფიქრობდნენ. მათ არ სურდათ ებრაული სახელმწიფოს შექმნა და არც მეზობლად ცხოვრება. ქვეყნის ორად გაყოფასთან დაკავშირებით ისრაელის ყველა მცდელობა პალესტინელების გამო მარცხით მთავრდებოდა. ვერაფრით ხვდებოდნენ რატომ. რატომ უნდა დაეთმოთ ნახევარი. საზოგადოებაში დიდი გაურკვევლობა იყო. იმ მომენტში არაბებს თანხმობა რომ ეთქვათ ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა, ეს მდგომარეობას გააუმჯობესებდა. ისრაელელები ან ებრაელები ამას რამდენად მიიღებდნენ. იმ დღეს, როცა გაერომ განცხადება გააკეთა, პატარა ვიყავი და უკვე მეძინა. დედამ გამაღვიძა, რომ სახელმწიფოს შექმნის დღე დამემახსოვრებინა.
მითხრა, სახელმწიფო მოგვცესო. დავით ბენ-გურიონი იარაღის შესყიდვაზე პასუხისმგებელ შიმონ პერესთან წუხილს არ მალავს. დღეს ხალხი ცეკვავს, მაგრამ ხვალიდან სისხლი დაიღუპება. დღესასწაულები დამთავრდა და მართლა სისხლის ღვრა დაიწყო. მამა მეუბნებოდა, როცა გადაწყვეტილება გამოცხადდა, ისინი უკვე დარწმუნებული იყვნენ, რომ ომი გაგრძელდებაო. ისრაელში გაუთავებელი ომია. 29 ნოემბერს ხალხი მთელი ღამე ცეკვავდა. გამთენიისას კი ამ მოცეკვავე ხალხმა უკვე პირველი მოკლულები დაინახა. გვითხრეს სასწრაფო თელ-ავივში დაბრუნდით. რამლას შემოგარენში უკვე გარდაცვლილები არიან. სწორედ რომ ქვეყნის ორად გაყოფის გამო ჰაგანას და პალესტინას შორის ომი დაიწყო. ეს ისრაელ-პალესტინის პირველი ომია. ის მოხდა, რომ პალესტინელებმა ეს გადაწყვეტილება არ მიიღეს და ომი დაიწყეს. არაბები ტერორიზმზე გადადიან. ქალაქში ბომბებს აფეთქებენ. გზების გასწვრივ ნაღმებს აწყობენ. იერუსალიმში სამმაგი ტერაქტი ხდება. აფეთქებენ გაზეთ პალესტინ პოსტის რედაქციას. ბენი იეხუდას ქუჩაზე მდებარე ბაზარს და ებრაული სააგენტოს ოფისებს. სამხედრო დაჯგუფება ირგუნი, რომელიც ჰაგანასთან განხეთქილების შემდეგ წარმოიშვა, ორ ბომბს ქარხნის არაბი მუშების ბრბოში აგდებს. შედეგად 6 მათგანი იღუპება. გამწარებული ბრბო საპასუხოდ 39 ებრაელს კლავს. 1948 წლის მარტში მუშავდება დალეტის გეგმა. ის ჰაგანას წესრიგის შენარჩუნებას ავალებს და პალესტინელების გაძევების უფლებას აძლევს. ბენ-გურიონი მის განხორციელებას 15 მაისს აპირებდა, მაგრამ რეალობის გამო ჰაგანა შეტევაზე გადადის და გეგმის განხორციელებას აპრილიდან იწყებს. ჰაგანამ ყველაფერი გააკეთა, რომ მათზე ზეწოლა მოეხდინა. შეეშინებინა და საკუთარი ნებით წასულიყვნენ. ღამით სროლებს იწყებდნენ და ტერორში აქცევდნენ. ტერიტორიების დაცლის და ახალმოსახლეების შეყვანის საკითხი ყოველთვის აქტუალური იყო. მაშასადამე პრაქტიკა და მკაფიო პოლიტიკა უკვე არსებობდა. ამავე დროს არსებობდა ებრაული არმიის სამხედრო ნაწილის ოპერატიული გეგმები. საუბარი მაქვს ჰაგანაზე, რომელიც ტერიტორიის დაცლას აპირებდა. როცა ჩემი მშობლები ჩამოვიდნენ, იერუსალიმში თავისუფალი ბინა შესთავაზეს. პალესტინელი ლტოლვილების ბინა, რაზეც ჩემმა მშობლებმა უარი თქვეს. ეს ამბავი ცოტა უცნაურად მოეჩვენათ. ამბობდნენ, თვითონ ლტოლვილები ვართ, როგორ ვიცხოვროთ ბინაში, რომელიც ლტოლვილებს ეკუთვნითო. რამდენიმე შეიარაღებული დაპირისპირება მოხდა, რამაც ხალხი მიახვედრა, რომ თუ არ წავიდოდნენ, სიკვდილი გარდაუვალი იქნებოდა. არ დაგავიწყდეთ, 48 წლის აპრილში დეირ-იასინი პანიკამ მოიცვა. დეირ-იასინი პატარა არაბული სოფელია იერუსალიმიდან 5 კილომეტრზე. ეს ტერიტორია სტრატეგიული არ არის. მაგრამ ჰაგანას მეთაური, ირგუნის და ლეხის სამხედრო დაჯგუფებები 9 აპრილის დილას სოფელს თავს ესხმიან. პალესტინელები წინააღმდეგობით თავდამსხმელებს აოცებენ. უკლავენ 5 ჯარისკაცს, რომელთაგან ზოგი ოფიცერია. მაშინ ირგუნის და ლეხის ჯარისკაცები სახლების აღებას იწყებენ. რამდენიმეს აფეთქებენ. ჟლეტას 200 ადამიანი ეწირება. ისეთი პირობები შექმნეს და ისეთი ოპერაციები დაგეგმეს, რომ ხალხი ტერორში მოექციათ. იგივე შეიძლება ითქვა სოფელ დეირ-იასინის ხოცვა ჟლეტაზეც. ხოლო სხვა სოფლებსა და ქალაქებში, როგორც მაგალითად ლოდია, მოსახლეობა გაიქცა და თავშესაფრის ძებნა დაიწყო, რომ გადარჩენილიყო. ყველას სმენია დეირ-იასინზე. ყველას ჰქონდა განცდა, რომ თუ გადავრჩებოდით, ისრაელის შეიარაღებული ძალები ჩვენს დაგხოცავდნენ. როგორც დეირ-იასინში გაუსწორდნენ ხალხს. ჯობდა იქავრობას გავცლოდით და თავი არ გაგვეწირა. დეირ-იასინის ხსენება ხალხს შიშის ზარს სცემდა. ფიქრობდნენ, რომ სიონისტები ყველას დახოცავდნენ. მსგავსი განზრახვა არ ჰქონიათ, თუმცა ხალხის გაქცევა უნდოდათ. დეირ-იასინი გამოიყენეს როგორც ფსიქოლოგიური იარაღი.
რათა უფრო მეტი არაბი შეეშინებინათ და თავიანთი სახლებიდან გაექციათ. ისრაელში ამერიკის პირველი ელჩის მემუარებში ეს ამბავი ჯერ კიდევ ახალი მომხდარია. ის ამბობს, რომ დისკუსია ჰქონდა პაციფისტ ვიაცმანთან, რომელსაც უთხრა, რომ ეს უაზრო ხოცვა-ჟლეტა იყო და რომ ამის მიზეზს ვერ მიხვდა. ამ ფრაზის მოსმენისას ვაიცმანი გაშიშებულია და უთქვამს, ეს ხოცვა-ჟლეტა იყო. ციტირებას ვახდენ. ეს ხოცვა-ჟლეტა იყო ისრაელის ამოცანების სასწაულებრივი გამარტივება, რომელმაც ურჩი ხალხი დაარწმუნა, რომ წასულიყვნენ. ჩვენი შვილები ამბობენ, სამწუხაროა რომ დაიხოცნენ, მაგრამ ნაკლებ მნიშვნელოვანი. თავარია რომ ქვეყანა გვაქვს. 1948 წლის 14 მაისს დავითის ვარსკვლავიანი დროშებით ხალხი თელ-ავივის ქუჩებში გამოდის. თელ-ავივში, რადგან იერუსალიმი ალყაშია მოქცეული, ბენ-გურიონი თეოდორ ჰერცლის პორტრეტთან მტკიცე ხმით აცხადებს. საფუძველს ვუყრით ებრაულ სახელმწიფოს, რომელსაც ისრაელი ერქმევა. მეგობრულ ხელს გაუწვდით ყველა მეზობელ სახელმწიფოს. ჩვენთვის და არაბებისთვის აქ საკმაო ადგილია. ისრაელი დაარსდა. ოცნება რეალობად იქცა. მაგრამ არაბები ღვთისა და ისტორიის წინაშე საზეიმოდ აკეთებენ განცხადებას, რომ არ დაემორჩილებიან სახელმწიფოს, რომელიც პალესტინაში მიწების დასაყოფად მოვიდა. ბრიტანეთი მანდატს ოფიციალურად ასრულებს. მისი ჯარები უკან ბრუნდებიან. პალესტინის მიწაზე კონტროლი სიონისტ ლიდერებს გადაეცათ. ისე აფორიაქებული ვიყავი, ღამეები არ მეძინა. თელ-ავივი ინგლისელების გარეშე. ბრიტანეთის შეიარაღებულმა ძალებმა არაბებს უამრავი იარაღი დაუტოვეს. ისინი ანტისიონისტები იყვნენ. არ სჯეროდათ, რომ სისხლზე აღმოცენებული ისრაელი არაბული შეიარაღებული ძალებისთვის წინააღმდეგობის გაწევას შეძლებდა. დიპლომატების და მსოფლიოს მმართველების უმრავლესობას, როგორც ზოგ სიონისტ ლიდერს, ეჭვი ჰქონდა, რომ ახალი სახელმწიფო არაბული არმიების შემოტევას წინააღმდეგობას ვერ გაუწევდა. მეზობელი არაბული ქვეყნები ძველ პალესტინას იპყრობენ. იწყება ისრაელ-არაბების პირველი ომი. ეგვიპტე თელ-ავივს ბომბავს. სიკვდილის ბანაკებიდან განთავისუფლებულ პალესტინელ ებრაელთა უმრავლესობა თვლის, რომ ბრძოლა გადარჩენისთვის უნდა გაგრძელდეს. როცა ბრძოლისთვის მზადაც არ იყვნენ, ცხადია, ომის გამოცხადება შეცდომა იყო. უნდა გვახსოვდეს, რომ ომის პროვოცირება არაბებმა მოაწყვეს და დამარცხდნენ. შეეძლო ისრაელს უკეთ მოქცევა. დიახ, სულ ხედავდით განცხადებებს, სადაც ეწერა, თუ ხაიფას გზას გაუყვებით, გადარჩებით. არაფერი მოხდება და გაქცევას მოახერხებთ. ისინი სატვირთო მანქანებში ჩასხეს. ხაიფასა და თელ-ავის შორის სოფლებიდან თითქმის ყველა გაასახლეს. ადამიანებმა საფრთხე იგრძნეს, ისინი ვერ დარჩებოდნენ. ფიქრობდნენ, რომ თუ იაფადან წავიდოდნენ, უსაფრთხოდ იქნებოდნენ. იგივე მოხდა ჩემი მშობლების შემთხვევაშიც. ომის დროს ყოველთვის ასეა. ადამიანები მიდიან და ომის დამთავრების შემდეგ ბრუნდებიან. თუმცა მათ დაბრუნება ვეღარ შეძლეს. რამდენიმე კვირით ადრე მამამ, მე და დედა სატვირთო მანქანით გაგვიშვა. ეს მანქანა ქალებითა და ბავშვებით იყო დატვირთული და მან, როგორც იტყვიან, ლიბანის საზღვართან ჩამოგვცალა. როცა ქალაქი დაეცა, მამა და ჩემი და პორტთან ახლოს იყვნენ. ამ დროს ბედად დაინახეს ერთ-ერთი უკანასკნელი გემი, რომელიც ქალაქს ტოვებდა.
სწორედ იმ გემში ჩასხდნენ და ლიბანში ზღვით შემოვიდნენ. ნაკბას თვითმხილველმა მიამბო. გამოსვლისას ვიპოვეთ გემები, რომლებიც იაფას პლაჟთან ველოდებოდნენ, რომ წავეყვანეთო. გემები იქ თავისით გაჩნდნენ? არა. უბრალოდ ხალხს ისეთ პირობებს უქმნიდნენ, რომ თავად წასულიყვნენ. მაგრამ ნებით არავინ მიდიოდა. საკუთარ სახლს მინდორს და მიწებს არავინ ტოვებდა. ომის პერიოდში ხალხს ეშინოდა და გარბოდა. იმ იმედით, რომ დამთავრების შემდეგ თავიანთ მიწებს და სახლებს დაუბრუნდებოდნენ. არაბმა მმართველებმა უთხრეს: წადით, გავიმარჯვებთ და მერე დაბრუნდით. ამასობაში ჩვენს ქონებას და მიწებს დავიბრუნებთ. სახლიდან წასულ ადამიანს დაბრუნების უფლება არ აქვს? ომის დროს ხალხი თავის გადარჩენას ცდილობს. ადგილს იცვლის. რატომ მოესროდით ტყვიას, როცა შინ დაბრუნებას ცდილობდნენ? ივლისში, ისრაელის სახელმწიფო შექმნიდან 3 თვეში ადამიანებს სახლებიდან მუქარით აგდებდნენ. საერთო ჯამში 1948 წლამდე, იმ წელს და შემდეგაც დაახლოებით 750,000 პალესტინელი იქნა გაძევებული. საომარი მოქმედებების შემდეგ ისრაელის სამხედრო ძალები ყველა ფრონტზე იმარჯვებენ. ორად გაყოფილი იერუსალიმის გარდა. ზავის ხაზი ძველ ქალაქს არაბების მხარეს ტოვებს. ებრაული მოსახლეობა იორდანიის ჯარებმა გააძევეს. დასავლეთი ნაპირი იორდანიას შეუერთდა. ღაზას სექტორი კი ეგვიპტეს. პალესტინა პოლიტიკური რუკიდან ქრება. ომის შემდეგ ისრაელი ტერიტორიის 26%-ს იპყრობს და 1947 წლის დროინდელი პალესტინის 91%-ს აკონტროლებს. ომის შემდეგ დაპყრობილ ტერიტორიებზე ისრაელი ახალ მიწებს იკავებს. მისი ნაწილი არაბულ სოფლებს ეკუთვნოდა და მათი ნაციონალიზაცია მოხდა. ეს ისტორიული ფაქტია. 1947 წლამდე პალესტინის მიწების 10% გაიყიდა. მხოლოდ 10%. დანარჩენი მიწები კი 1948 წლიდან, ანუ ომის შემდეგ, ანექსირებული იქნა. ისრაელის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მცხოვრები 900,000 არაბი პალესტინელიდან 750,000 გადასახლება მოუხდა. ისრაელის სამხედრო ადმინისტრაციის დაქვემდებარებაში 150,000 პალესტინელი რჩება. საერთაშორისო საზოგადოება ამ მოხეტიალელ ტოლვილებით არ ინტერესდება. ამ ყველაფერს დავუმატოთ ის ფაქტი, რომ 1948 წელს ევროპაში მილიონობით იძულებით გადაადგილებული დადის. და თუ მათ რიცხვს 800,000 პალესტინელიც დაემატებოდა, რა პრობლემა იყო? ამ მიწაზე არის ის, რისთვისაც ღირს სიცოცხლე. პურის სურნელი გამთენიისას, ქალის მიერ კაცისთვის დამზადებული თილისმა, ღრუბლები, რომლებიც ჩიტების ფრენის იმიტაციას ქმნიან. ამ მიწაზე დგას მისივე მფლობელი, პრელუდიებისა და ეპილოგების დედა. მას უწოდებდნენ პალესტინას. ჯერაც უწოდებენ პალესტინას. არტე ფრანსი და როშ პროდუქციონი ტუტ ლისტუართან ერთად წარმოგიდგენთ. ისრაელის სახელმწიფო შექმნისთანავე გაუქმდა ბრიტანული კანონები იმიგრაციის შეზღუდვის შესახებ. ებრაელთათვის კარი გაიხსნა. დაბრუნების კანონი თითოეულ ებრაელს უფლებას აძლევს ისრაელის მოქალაქე გახდეს. ეს მეტად მნიშვნელოვანი იმიგრაციის დასაწყისია. ნამდვილი მოქცევა. უმრავლესობა ჰოლოკოსტს გადაურჩა.
ორჯერ აღთქმული მიწა ისრაელი-პალესტინა, მეორე ნაწილი 1948-67 წლები. პირველ 6 თვეში ისრაელში 100,000 ემიგრანტი ჩადის. 1959 წელს 250,000. ქვეყნის მოსახლეობა 50%-ით იზრდება. დედამიწის სხვადასხვა წერტილიდან ჩამოსული ემიგრანტები ერთმანეთისთვის უცხონი არიან. სხვადასხვა ენაზე საუბრობენ. პრიორიტეტი მათი ინტეგრირებაა. ჩვენ გემით ჩამოვედით არგენტინიდან. კერძოდ, ბუენოს-აირესიდან წამომიყვანეს, რადგან იქ დავიბადე. მაშინ 6 წლის ვიყავი. ჩვენთვის ბავშვებისთვის ეს შესანიშნავი თავგადასავალი იყო. გვქონდა ახალი დასაწყისის განცდა. ახალი გვარი და ახალი ადგილი, სადაც უნდა გვეცხოვრა და ყველაფერი თავიდან დაგვეწყო. ეს რთული და ამავე დროს სასიამოვნო იყო. 1947 წელს გაეროს კენჭისყრის შემდეგ ებრაელთა წინააღმდეგ საომარი მოქმედებები დაიწყო. ადენში მაღაზიები გაძარცვეს, სინაგოგები გადაწვეს, რასაც 80 ადამიანის დაღუპვა მოჰყვა. ოპერაციის დროს სახელწოდებით მფრინავი ხალიჩა იემენიდან ისრაელში 45,000-ზე მეტი ემიგრანტი ჩამოიყვანეს. ბენ-გურიონმა ქნესეთში განაცხადა, ჩვენი მიზანი იემენელთა ისრაელებთან აკლიმატიზაციაა ისე, რომ დაავიწყდეთ, საიდან მოდიან. ბებიაჩემისთვის, რომელიც მარქსისტი გახლდათ, იემენელები პრიმიტიულზე პრიმიტიულები იყვნენ. მეორე მხრივ იემენელები თვლიდნენ, რომ ბებიაჩემისნაირები ებრაელები არ იყვნენ. გაზეთ ჰაარეთსში ვკითხულობთ, იემენელი ემიგრანტები პალესტინელ ემიგრანტებზე საფეხურით დაბლადგანან. თაობებია საჭირო, რათა შუა საუკუნეების უბსკრულიდან ამოვიდნენ. მცირე რესურსების გამო ბენ-გურიონის მთავრობა მკაცრი ეკონომიკის დაკვების პროგრამას ატარებს. ეწყობა მანიფესტაციები. ებრაული სააგენტოების ოფისებს ძარცვავენ. სამუშაოს და საცხოვრებლებს ითხოვენ. მოსახლეობა გაურმაგდა. ქვეყნის შესაძლებლობა კი იგივე დარჩა. ხალხი კვების ტალონებით ცხოვრობდა. საკვები პრაქტიკულად აღარ იყო. 1951 წლის ბოლოს კი თითქმის აღარაფერი დარჩა. იმის გათვალისწინებით, რომ ისრაელის ეკონომიკა კატასტროფის პირასაა, ბენ-გურიონი აცნობიერებს, რომ გერმანიის რეპარაცია სჭირდება და ამ ფულის გარეშე ვერაფრის გაკეთებას ვერ შეძლებს. ბეგინი, ისევე როგორც მემარცხენეები ამბობდნენ, რა? გერმანული ფული? ამას სიკვდილი სჯობს, არადა სიკვდილის პირას ვიყავით. ბეგინი ამ დემარშს დაუპირისპირდა. ჩათვალა, რომ ეს იყო ბინძური ფული, ებრაელების სისხლის სანაცვლოდ აღებული ფული და ქვეყანაში, განსაკუთრებით კი იერუსალიმში, შთამბეჭდავი მანიფესტაციების მოწყობა დაიწყო. ამ ფულზე ჩვენი სისხლია, უარი ვთქვათ გარიგებაზე. ადამიანები ბარაკებში ცხოვრობდნენ. მათ შორის მტრობა ჩნდებოდა. საწვავის, ფულის უკმარისობა იყო. განადგურების პირას ვიყავით. გერმანელები ფულს იხდიდნენ. რატომ არ უნდა აგვეღო? 50-იან წლებში ჰოლოკოსტს 4-დან 1 ისრაელელი გადაურჩა. ჩემს ხალხს წარსულის დავიწყება არ შეუძლია, მაგრამ დღეს გერმანია უწინდელ გერმანიას არ ჰგავს. გერმანელებო, არასდროს დაივიწყოთ, რომ ნაცისტებს არ უნდა აპატიოთ. უნდა გავაცნობიეროთ ის ფსიქოზი, რომლითაც ადამიანები ომის დამთავრების შემდეგ ცხოვრობდნენ. სიძულვილი, რომელსაც გერმანელების მიმართ განიცდიდნენ. როცა აქ ჩამოვედით და ისრაელის პასპორტები ავიღეთ, ზედ ეწერა მოქმედებს ყველა ქვეყანაში გარდა გერმანიისა. გერმანული ენა აიკრძალა. შემდგომ წლებში არაბულ და მუსულმანურ ქვეყნებში ებრაელთა ყოფა მძიმდება, რასაც წინ უსწრებს ანტისემიტური პოლიტიკა.
ებრაული სააგენტოს თავმჯდომარემ განაცხადა, აქ ყველა სეფარდი უნდა ჩამოვიყვანოთ, რათა გადავარჩინოთ. თანაც ისინი ქვეყნის ასაშენებლად გვჭირდება. არაბული სამყაროს ებრაელები, რომელთა რაოდენობა 850,000-ზე მეტია, არაბულ ქვეყნებს ტოვებენ. 600,000 ისრაელში ჩამოდის. ბენ გურიონს ყველა ებრაელის ჩამოყვანა უნდოდა. მაგრამ უთხრეს ჩვენი ეკონომიკა ჩამოიშლება, არ გამოვა. 3 წელიწადში ჩვენს მოსახლეობას ასე ვერ გავზრდითო. მაგრამ ბენ გურიონს არაფრის გაგონება არ უნდოდა. ბრძანება გასცა ყველა ებრაელი ჩამოეყვანათ. არაბული ქვეყნებიდან 830,000 ებრაელი გამოაწევეს. ეს ქვეყნები იყო ეგვიპტე, ერაყი, იემენი, ჩრდილოეთი აფრიკა. ისინი ლტოლვილთა ბანაკებში სულ ცარიელები ჩამოვიდნენ. სეფარიდული იმიგრაციის პირველმა ტალღებმა ისრაელში უამრავი ხალხი ჩამოიყვანა, რომლებიც მნიშვნელოვან სირთულეებს წააწყდნენ ინტეგრაციის მხრივ. ჩრდილოეთი აფრიკიდან ჩამოსულმა ზოგმა იმიგრანტმა არც ერთ ენაზე არ იცოდა წერა-კითხვა. არაბული ქვეყნებიდან გამოძევებული მეტწილად სიონისტი ებრაელების ჩამოსვლამ პანიკა გამოიწვია, რადგან აქაური მოსახლეობის უმეტესობას ევროპული კულტურა ჰქონდა. ისრაელს ემიგრანტები კოლექტიურ ფერმებში გადაჰყავს. მოწმეებს ახსოვთ ისეთი ემიგრანტებიც, რომლებიც იძულებით ჩამოყავდათ სატვირთო მანქანებიდან. უმეტესობას მიწადმოქმედების არაფერი გაეგებოდა. განათლება არ ჰქონდათ. გაზეთში წერია, სატრანზიტო ბანაკებში სხვადასხვა ასაკის, სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული ადამიანები არიან. ესაა დაბნეული უმწეო მასა, რომელიც კალათებს და ათრევს და სადაც უამრავი ბავშვია. ის, რაც არაბული ქვეყნებიდან ჩამოსულმა ებრაელებმა გადაიტანეს, ამის აღწერას ალბათ მთელი ფილმი არ ეყოფოდა. დეტალებს თუ არ მოუყვებით, მათ საშინელი რამეები გადახდათ თავს. მე-50-იან, 60-იან წლებში გავიზარდე. ირგვლივ მხოლოდ აშქენაზი ბავშვები იყვნენ. მოგვიანებით გავაცნობიერე, რომ ისრაელის საზოგადოებას მხოლოდ ისინი არ წარმოადგენდნენ და ერთგვარი ევროპული ბურთის აშენებას ვცდილობდით. აქ დაბრუნების შემდეგ აღმოსავლეთ ევროპის ებრაელებმა ძალაუფლება ხელში ჩაიგდეს. ეს იყო სიონისტური მოძრაობა, რომლის წევრები არაბული ქვეყნებიდან ჩამოსულ ებრაელებს უმცირეს, უმდაბლეს რასად თვლიდნენ. მათ სძულდათ ყველაფერი, რაც ევროპული არ იყო, რაც სამარცხვინო იყო. ზოგიერთები ამბობდნენ, აზიელები ჩამოდიან, კულტურა არ აქვთ და უმეტესობა წერა-კითხვის უცოდინარია. ებრაული სააგენტოები განგაშტეხენ. ჩვენ ამ ადამიანებს ვანადგურებთ. მაგრამ ბენ გურიონი აცხადებს, ემიგრაცია ჩვენს უსაფრთხოებას გააძლიერებს. ემიგრანტების გასამაგებით ძალას მოვიკრებთ. იმიგრაციის სამინისტრო უარზეა. ამბობს, რომ შენელება გარდაუვალია. მთავრობა ყოველ წარმოუდგენელ გადაწყვეტილებას იღებს და იმიგრაციის ტალღას მაქსიმალურად ზღუდავს. 1951 წელს იმიგრანტთა რაოდენობა 173,000 შეადგენს, 1953 წელს კი 10,000. ბენ გურიონმა ქალებს თხოვა ბევრი შვილი გაეჩინათ, მაგრამ ბოლოს ისე აღმოჩნდა, რომ მათი შვილები სულაც აღარ სჭირდებოდა. ის მოტყუებული დარჩა. ისეთი ქვეყანა ვერ ააშენა, როგორც ეცოცნებობდა. იმედგაცრუებული იყო არა მხოლოდ სეფარდებით, არამედ ზოგადად ებრაელებით. რა უნდა ექნა? სხვა ხალხი არ არსებობდა. ეს ჩვენი ხალხი იყო. რამდენიმე წელში ისრაელში 10%-იანი ზრდა დაფიქსირდა. აშენდა არაერთი ქალაქი, კიბუცი და კოლექტიური ფერმა. მაგრამ ქვეყანამ არაბებიც უნდა მოიგერიოს. ისრაელში საბოტაჟის ათასობით ფაქტია. 1953-56 წლებში 400-ზე მეტი ადგილობრივი დაიღუპა.
En Égypte, ეგვიპტეში მეფე ფარუკის მონარქია დაემხო. et le lieutenant-colonel თავრობის სათავეში გამალ აბდელ ნასერი მოდის. ჯარში ყოფნისას ნასერი აქ ყავდა დაპატიმრებული. Il avait ის ერთ-ერთ ისრაელელ ოფიცერს დაუმეგობრდა, მაგრამ მაშინ პალესტინის საკითხი პრაქტიკულად არც აინტერესებდა. durant l'année 1956 წელს ისრაელ-ეგვიპტის ურთიერთობა რთულდება. avec les raids menés par les პალესტინელები ისრაელის მიწაზე რეიდებს ატარებენ. ce harcèlement მუდმივი შევიწროება და ივლისში ნასერის მიერ ისრაელის გემებისთვის სუეცის არხის ჩაკეტვა, israélien სინას კამპანიის sur la campagne du Sinaï, და სუეცის კრიზისის მიზეზი ხდება. la France არხზე კონტროლის დაწესების მიზნით საფრანგეთი, ინგლისი და ისრაელი შეთანხმებას აფორმებენ. le 29 1956 წლის ოქტომბერში სინაზე ისრაელის შეჭრას პორტ საიდში საფრანგეთისა და ინგლისის ძალების შესვლა მოსდევს. ბევრ ომში მიმიღია მონაწილეობა, პრაქტიკულად ყველა ომში. უმეტესად არჩევანი არ გქონდა. Nous n'avions pas le choix. უმეტეს შემთხვევაში. Une seule fois თუ არ ჩავთვლით que Moshe Dayan მოშე დაიანის შემთხვევას. sont allés როცა 1956 წელს ინგლისელები და ფრანგები ეგვიპტეს თავს დაესხნენ. C'est vrai qu'en 56, ისრაელმა მართლაც დაიკავა სინა, მაგრამ იქ მხოლოდ mais ils n'y sont restés. სამი კვირა დარჩა. les Français, les Anglais ამერიკისა და საბჭოთა კავშირის ზეწოლით ფრანგები, ინგლისელები და ისრაელელები უკან იხევენ. l'expédition de სუეცის ექსპედიციამ ფიასკო განიცადა. ნასერი კრიზისიდან გამარჯვებული გამოდის. il a réussi à ის ახერხებს სამხედრო მარცხი პოლიტიკურ ტრიუმფად აქციოს, qui accroît რაც მნიშვნელოვნად ზრდის მის პოპულარობას. le Sinaï. 1957 წლის დასაწყისში სინა ეგვიპტეს უბრუნდება. Ben Gurion vit ce retrait comme un ბენ-გურიონი ამ უკუსვლას პირად მარცხად აღიქვამს. contre l'Égypte. მას ეგვიპტის წინააღმდეგ ომი აწყობდა, მაგრამ ეს გადაწყვეტილება ძვირად დაუჯდა. Le président Eisenhower პრეზიდენტი ეიზენჰაუერი აღშფოთებულია, რომ ინტერვენცია ამერიკასთან შეთანხმების garaშე მოახდინა. Gurion est amer et ბენ-გურიონი დეპრესიაშია. jusqu'à ce jour de 1960 წლის მაისში se rend devant la Knesset. ქნესეთში განცხადების წასაკითხად მიდის. ისრაელის სადაზღვევო სამსახურმა მთავარ სამხედრო დამნაშავეს ადოლფ აიხმანს მიაკვლია. Adolf Eichmann არგენტინაში დაკავებულ ადოლფ აიხმანს იერუსალიმში ასამართლებენ. ეს პირველი შემთხვევაა, როცა ნაცისტი მაღალჩინოსანი იმ ადამიანების წინაშე წარდგა, ვისი განადგურებაც სურდა. durant les დაკავებიდან სასამართლოს დაწყებამდე ბენ-გურიონმა ყველაფერი გააკეთა, რომ Ben Gurion avait პროცესი ებრაელი ხალხის ნიურნბერგად ექცია. დამნაშავე არ არის. J'y suis allé tous les jours. იქ ყოველდღე დავდიოდი, დაწყების დღიდან ბოლო დღემდე. J'ai été le seul. ერთადერთი ჟურნალისტი ვიყავი, რომელიც სასამართლო პროცესს დაწყებიდან ბოლომდე დაესწრო. Il y a eu 110 témoins. Et 100 მოწმე დაიკითხა. მათ ჩვენებებს ვუსმენდით დღე და ღამე. აიხმანის სასამართლო, რომელიც ერთ წლამდე გაგრძელდა, ისრაელთათვის ერთგვარი თერაპია იყო. surtout les plus jeunes. ახალგაზრდები, რომლებიც აქ დაიბადნენ, ne connaissaient pas ce passé. ამ წარსულს არ იცნობდნენ. მათ ძალიან ცოტა რამ იცოდნენ და ამას დრო სჭირდებოდა, სადღაც 60-იან წლებამდე. 1963 წლის ივნისში 14 წლიანი პრემიერ-მინისტრობის და ბოლო მისიის შესრულების შემდეგ დავიდ ბენ-გურიონი პოლიტიკას შორდება. son successeur. მემკვიდრედ ლევი ეშკოლს ტოვებს და ნეგევის უდაბნოში სდე ბოკერში თავის კიბუცში ბრუნდება. ბენ-გურიონი მაკიაველის უფლისწულივით იყო. Machiavel, c'était სწორედ ასეთი იყო ბენ-გურიონი. sans lui. მის გარეშე ისრაელის სახელმწიფო ვერ შეიქმნებოდა. ხოლო ჩვენ პალესტინელები კაცრად დავისაჯეთ და ჩვენი სისხლით ვაგეთ პასუხი იმ ოპერაციის გამო, რაც ისრაელის სახელმწიფოს შექმნით დასრულდა. ისრაელელები ფიქრობდნენ, რომ დროთა განმავლობაში პალესტინელები სამშობლოს დაივიწყებდნენ და საცხოვრებლად სხვაგან წავიდოდნენ. რომ მომავალ თაობებს პალესტინა აღარ ემახსოვრებოდათ და
Ils ne se ქვეყანაზე მიჯაჭვულობა არ ექნებოდათ, et perdent მაგრამ leur ცხადია attachement. ცდებოდნენ. Mais ils se trompaient. ბენ-გურიონი ამბობდა, რომ 10-20 წელში დაავიწყდებოდათ ერს რომ წარმოადგენდნენ. მისი ვარაუდი არ გამართლდა. მადლობა ღმერთს. პალესტინელებმა დაამტკიცეს, რომ მათი კავშირი საკუთარ მიწასთან და ისტორიასთან ძლიერი იყო. ცხადია, ბენ-გურიონმა ბევრი შეცდომა დაუშვა. Bien sûr. ფიქრობდა, რომ დროთა განმავლობაში პალესტინელები ყველაფერს დაივიწყებდნენ, მაგრამ ასე არ მომხდარა. ჩვენ ამას არ დავუშვებდით. Si une ხოლო თუ მათი დიდი ნაწილი ქვეყნიდან წავიდა და თავისი ადგილი ვერ იპოვა, მხოლოდ იმიტომ, რომ მასპინძელმა ქვეყნებმა საკუთარი ადგილის დამკვიდრების საშუალება არ მისცეს. ისინი ლტოლვილთა ბანაკებში გადაიყვანეს. პალესტინელები ერთადერთნი არიან, რომელთა ლტოლვილის სტატუსი თაობიდან თაობას გადაეცემა. პალესტინის საკითხის სამუდამო შენარჩუნების მიზნით intégration. Pour des raisons qui მათ sont propres. ინტეგრაციის ყველანაირ ფორმაზე უარი უთხრეს. La ცხადია, ეს დიპლომატიური და მორალური იარაღი იყო ისრაელის სახელმწიფოს წინააღმდეგ. et morale contre l'État d'Israël. Comme excuse à არაბულმა მხარემ პალესტინის გათავისუფლების დაპირებებს უმატა. discours promettant la libération de la Palestine. 1964 წლის მაისში იმართება კონგრესი, რომელსაც Sans les représentants პალესტინის წარმომადგენლები გამალ აბდელ ნასერი და იორდანიის მეფე arabes de Jérusalem. ჰუსეინი ესწრებიან. პალესტინის საკითხი წონას იძენს, Du poids. რადგან არაბულ სამყაროს Que le monde arabe მხოლოდ მის გარშემო შეუძლია et გაერთიანება. la question ეს უმთავრესი საკითხი ხდება. კონგრესი ზეთისხილის თვაზე გაიმართა. tenu au mont des ეს გახლდათ პირველი კონგრესი. congrès. მამა ჩემი იქ იყო, Et beaucoup d'autres ისევე როგორც უამრავი პალესტინელი და ცხადია აჰმად ჩუკეირიც. Nasser პალესტინის განმათავისუფლებელი ორგანიზაციის პირველ თავმჯდომარედ ნასერი აჰმად ჩუკეირის ნიშნავს. de libération de la Palestine მას შეიარაღებული ბრძოლა აქვს დაგეგმილი. et la lutte armée. ეს არ იყო მხოლოდ ჩვენი დამარცხება. Notre exode n'avait pas été ეს გახლდათ პალესტინისა და პალესტინელთა სრული განადგურების მცდელობა. démolir toute existence palestinienne. მაგრამ როცა ვინმეს განადგურებას შეეცდებით და მას კედელთან მიაყენებთ, Démolir quelqu'un, ის vous le mettez dos au mur, თავდაცვაზე გადავა. il se défend. C'est le début იწყება პალესტინური ტერორიზმი. des faits d'Aïn, ფედაიანთა ტერაქტები ისრაელის საზოგადოებას მორალურად ანადგურებს. d'autant plus que le მას ეკონომიკური კრიზისიც ემატება. უამრავი ებრაელი ქვეყანას ტოვებს. თელ-ავივის აეროპორტში კიდია პლაკატი, სინათლე ჩააქროს იმ ისრაელელმა, რომელიც ქვეყანას ბოლო დატოვებს. 1965 წელს ისრაელში დიდი რეცესია მოხდა. J'étais encore enfant. იმ დროს ბავშვი ვიყავი. ეკონომიკური მდგომარეობა კატასტროფული იყო. Le chômage, ჰქონდა უმუშევრობის მაღალი მაჩვენებელი. d'argent. ძალიან მოგრძალებულად ცხოვრობდით. Vraiment. depuis les hausses სირიის გოლანის მაღლობებიდან ისრაელის წინააღმდეგ მძიმე საარტილერიო თავდასხმები ხორციელდება. პრემიერ-მინისტრი ლევი ეშკოლი ხალხის დამშვიდებას ცდილობს. en avril 1967 წლის აპრილში ისრაელი 7 სირიულ მიგოც დაერწაგდებს. le monde arabe არაბული სამყარო უმოქმედოდ ვეღარ იქნება. l'escalade 1967 წლის მაისში კონფლიქტი მწვავდება. lorsque Nasser როცა ნასერი არმიას სინას ხელმეორედ დაკავების ბრძანებას აძლევს და მოითხოვს, იქ მყოფმა გაეროს საერთაშორისო ძალებმა ტერიტორია დატოვონ. y est déployé. საუბარია ზონაზე, რომელიც უკვე 10 წელია დემილიტარიზებულადაა გამოცხადებული. ეგვიპტე ეილათის პორტთან მისასვლელ გზას ხერგავს. Pour Israël, ისრაელისთვის ეს კაზუს ბელია და ომით დამთავრდება. ნასერი ხაფანგში გაება. ფიქრობდა, რომ ამაზე საუბარი ზერელეთ შეეძლო და ფაქტის წინაშე არ დადგებოდა. მაგრამ როგორც კი საუბარი დაიწყო, მექანიზმი ამუშავდა და შიგნით მოექცა. ვერ წარმოედგინა, რომ ამის გაკეთება მოუწევდა. ნასერი მოატყუეს. მან ეს მხოლოდ მოგვიანებით გააცნობიერა. ექვსდღიანი ომის დაწყებამდე 3 კვირა იყო, რომელსაც მოლოდინის კვირები ვუწოდეთ. ვისხედით და ვიცდიდით. ნასერმა ყველა გასასვლელი ჩაკეტა. უკლებლივ ყველა და გამოგვიცხადა, რომ ჩვენს დაპყრობას და ჩვენი ქვეყნის ოკუპაციას აპირებდა. ნასერმა გვაიძულა რეზერვისტები გამოგვეძახა, Nasser რადგან საქმე პატარა ქვეყანას ეხებოდა.
Et ყველა გამოცხადდა და არავინ დარჩა, Véhicule, ვინც appelle იმუშავებდა. réserviste, il ne reste plus personne pour travailler. ჩემს მეუღლეს ვუთხარი, თუ მოხუცების მობილიზაციაც გამოაცხადეს, c'est qu'il ომი va y avoir დაიწყება guerre. მეთქი. ხანგრძლივი კვირების განმავლობაში ქვეყანა Ce pays était პარალიზებული იყო. ადამიანები აღარ მუშაობდნენ. ამას 1-2-3 კვირა აიტან, მაგრამ 3 semaines. მუდმივად ვერ გაგრძელდება. Il y a ჰაერში de pogrom. პოგრომის სუნი ტრიალებდა. გაიროს გზაჯვარედინებზე ებრაელები სიმბოლურად არიან ჩამოკიდებული. symbolique de juifs. ისრაელელები ამ კადრებს მეზობელი ქვეყნების ტელევიზიებით უყურებენ. Ces images sur les télévisions des pays voisins. მახსოვს, დედა ჩემი ფანჯრებს წებოვანი ლენტით იზოლაციას უკეთებდა. On allait nous bombarder de რადგან წუთი წუთზე დაბომბვას ველოდით. გქონდა განცდა, რომ საფრთხეში ვიყავით. ვფიქრობდით, რომ ასეულობით ადამიანი დაიღუპებოდა და დაიჭრებოდა. ამიტომ საავადმყოფოებში საწოლები მომზადებული იყო. Des volontaires ფეხბურთის მოედნებსა და სკვერებში ხალხი ორმოებს თხრის, რათა ომის შემდეგ ათასობით ებრაელი დამარხო. après la guerre. მახსოვს, ჩვენი მეზობლები შიშისგან კანკალებდნენ. ისმოდა სირენების ხმა. ხალხი კი შენობის ქვედა სართულისკენ გარბოდა, რადგან თავშესაფრები არ არსებობდა. ორი ქვეყანა ომში სიმღერით ებმება. ისრაელის მხრიდან ისმის ნასერ სურს რაბინთან ბრძოლა. კაიროს რადიო ისრაელელთა დახოცვის მოწოდებას გადმოსცემს. სიკვდილი ებრაელებს. Le mot d'ordre პალესტინელი ლიდერის აჰმად შუკეირის ლოზუნგია ყველა ებრაელის ზღვაში. აჰმად შუკეირი ნასერის რუპორი იყო. თქვენთვის ალბათ ცნობილია, რომ ის პალესტინური მოძრაობიდან გარიცხული იყო. ეგვიპტის ტელევიზია ავრცელებს ფიქციურ კადრებს თუ როგორი იქნება ომი. ჯობდა ჩვენი სიტყვები და განცხადებები კარგად დაგვეწონა და ჩვენ შესაძლებლობებთან და ეროვნულ ინტერესებთან მიმართებაში მათი დაბალანსება გვეცადა. À nos propres intérêts nationaux. ეს ხომ სრულიად აშკარაა. 11 წლის ვიყავი და მეგონა ეს ომი ჩვენს გადასარჩენად მიმდინარეობდა. ასეც წარმოგვიდგენდნენ მომავალს. ვუსმენდით არაბულ რადიოსადგურებს. არაბები ამბობდნენ, რომ ისინი გაიმარჯვებდნენ. საშინელება იყო. ეს ჩვენი ქვეყანაა, ეს ჩვენი ქვეყანაა. ნასერ, ყველა შენ გვერდით ვართ. ჩვენ მათ დავხოცავთ, დავწვავთ, ყელებს გამოვჭრით, ყველას. On entend plusieurs fois la რადიოთი და ტელევიზიით ისმის სიტყვები ისრაელის განადგურება. განადგურება ჰოლოკოსტთან ასოცირდება. ხალხი ჰოლოკოსტის მოლოდინშია. გვეშინოდა, რომ ზღვაში ჩაგვყრიდნენ, რომ უძულდით და გაგვანადგურებდნენ. ყოველდღე ჰოლოკოსტის პირობებში ვცხოვრობდით და ველოდებოდით, რომ ეს მალე მოხდებოდა. ქვეყანა იმდენად ვიწრო და პატარა იყო, რომ 6 დღიანი ომის წინადღით მართლა ვფიქრობდით, რომ ეს მოხდებოდა. ისრაელის საზღვრებს ოსვენციმის საზღვრებს ეძახდნენ. ნერვიულობდით, რომ სირიელებისა და იორდანელების დახმარებით დაგვიპყრობდნენ და ისრაელი არსებობას შეწყვეტდა. En Israël, une ისრაელში ისეთი შიში გამეფდა, ამის აღწერა ძნელია. nous allons dire ჩვენთვის ვამბობდით, გადავშენდებით. officiers de l'armée se sont არმიის ოფიცრები ეშკოლს მიუტრიალდნენ და კითხეს, რას ელოდებითო?
პრემიერ-მინისტრი ლევი ეშკოლი 1948 წლის ისრაელ-არაბეთის ომის გმირს, გენერალ რაბინს არტყილებს. ამერიკის ნებართვის გარეშე ომს ვერ დავიწყებთ. ეშკოლი თავდაცვის მინისტრს გენერალ მოშე დაიანსაც უნდა შეხვდეს. 14 წლის დაიანი ჰაგანას რიგებში იბრძოდა. 1948 წლის ომში კი უმაღლესი თანამდებობები ეკავა. რაბინი მოშე დაიანს და ოპოზიციის ლიდერს მენახემ ბეგინს ხვდება და ატყობინებს, რომ ლევი ეშკოლს არჩევანი არ აქვს. უნდა შევუტიოთ, ვერ დავიცდით. უმცირესობაში მოქცეული ეშკოლი, რომელსაც სამხედრო გამოცდილება არ აქვს, დაიანთან დათმობაზე მიდის. როგორც კი დაიანი მთავრობას შეუერთდა, თანაც ოპოზიციის ისეთ ლიდერთან ერთად, როგორც ბეგინი იყო, ნათელი გახდა, რომ ომი დაიწყებოდა, რადგან მსგავსი რამ პირველად მოხდა. 5 ივნისს ეგვიპტის ავიაციის 400 თვითმფრინავის 3 საათში განადგურდა. საჰაერო ძალებზე პასუხისმგებელი გენერალი ვაიცმანი მეუღლეს ატყობინებს, რომ ომი მოიგეს. ოდნავ მოგვიანებით ისრაელის სახმელეთო არმიის 70,000 ჯარისკაცი და 700 ტანკი სინაზე და ღაზას სექტორში განლაგებულ ეგვიპტურ სამხედრო ძალებს უტევს. ავიაციის გარეშე ჯარი მტერს ვერ იგერიებს. ისრაელის არმია ადვილად იკავებს სინას უდაბნოს. ომის დაწყებისთანავე ეგვიპტის საჰაერო ძალების პარალიზებამ ომის საბოლოო შედეგი განსაზღვრა. თავიდან იყო ეიფორია, რაც სიკვდილისგან გადარჩენამ გამოიწვია. ისე ვაქვართ, არ დავუხოცივართ. ამას ვუყურებდით, როგორც სიცოცხლისთვის შექმნილ რეალურ საფრთხეს, ეგზისტენციალურ მუქარას. მოგვიანებით გაჩნდა თეორიები, რომ ეს უდიდესი ბლეფი იყო. ეს ისტორიკოსებმაც დაადასტურეს. სამხედრო მაღალჩინოსნებმა და ქვეყნის მმართველებმა კარგად იცოდნენ, რომ ჩვენ სიცოცხლე საფრთხე არ ემუქრებოდა. თქვენს რომ განადგურების პირას ვიყავით და დავიჯერე. ის ფაქტი, რომ ასეთი შიში დათესეს, ისრაელის მთავრობაზე ბევრს მეტყველებს. 6 დღიანი ომის დაწყების ერთადერთი მიზეზი შემდეგი გახდათ. ჩვენი გენერლები ხვდებოდნენ, რომ ეგვიპტის არმია ძალიან სუსტი იყო და რომ იოლად შეძლებდნენ ტერიტორიების დაპყრობას. ესაა სიმართლე. განადგურების რისკთან დაკავშირებით კი ყველანი ხვდებოდნენ, რომ ეს ნონსენსი იყო. მამამ ეს მაშინვე თქვა. ნურით პელედის მამამ გენერალმა მატი პელედმა განაცხადა, ჩვენი ტერიტორიის სიმცირის გამო უდიდესი საფრთხის არსებობა საომარ მოქმედებებამდე გაკეთებული გათვლებით მხედველობაში არ მიგვიღია. იმის სიმტკიცება, რომ ეგვიპტის ძალების საზღვრებთან ყოფნა ისრაელისთვის საფრთხეს წარმოადგენდა, ჩვენი დაზვერვის და ჯარის შეურაცხყოფაა. რამდენიმე წლის შემდეგ სრულიად სხვა სიმართლე იკვეთება. შრომის მინისტრი მორდეხაი ბენტოვი აცხადებს, განადგურების საფრთხის ამბავი წინასწარ იყო მოგონილი არაბული ტერიტორიების ანექსიის გასამართლებლად. გენერალი ვაიცმანი, განადგურების საფრთხე არასდროს ყოფილა. ეს ჰიპოთეზა ომის დაწყებამდე არც განხილულა. მენახემ ბეგინი, ნასერი არ დაგვიპირისპირდებოდა. უნდა ვაღიაროთ შეტევა, ჩვენ გადავწყვიტეთ. მოშე დაიანი, აზრი, რომ ომამდე სირია ისრაელს ემუქრებოდა, მხოლოდ ხუმრობაა. იცხაკ რაბინი, არ მჯერა, რომ ნასერს ომი უნდოდა. დივიზიები, რომლებიც სინაზე გაგზავნა, შეტევისთვის საკმარისი არ იქნებოდა. ეს მან იცოდა. ჩვენ ისევე როგორც მოსახლეობამ და გარკვეულწილად პოლიტიკოსებმაც ეს ამბავი სხვანაირად მივიღეთ. შიშის მომენტი მართლა არსებობდა. ომი გარდაუვალი იყო.
Elle ne და sait ისე არ განვითარდა, როგორც ველოდით, Hussein რადგან ამ მანკიერ წრეში ჰუსეინი შემოვიდა. ცდილობდნენ ჰუსეინი დაერწმუნებინათ, რომ ამ ომში მონაწილეობა არ მიიღო და ეს მისი შეცდომა გახლდათ. Les radios du Caire, კაიროს რადიოთი გამარჯვების ამბის გადმოცემის შემდეგ jordanienne, მეფე ჰუსეინის სამხედრო ძალები დასავლეთ იერუსალიმს ბომბავენ. მისი ინტერვენცია რომ არა, ეს 1956 წლის ომის ასლი de იქნებოდა. la guerre de 56. ინტერვენციისთანავე ეს გახდა გლობალური ომი ჩვენს მეზობლებთან. შედეგად კი ტერიტორიების დაპყრობა მივიღეთ. მრავალრიცხოვანი მოსახლეობის გამო la Cisjordanie, იორდანეს დასავლეთ ნაპირის დაპყრობა ისრაელის ინტერესებში არ ყოფილა. les chefs militaires déclarent მაგრამ სამხედრო ლიდერების თქმით, აღმოსავლეთ იერუსალიმის აღება შესაძლებელი იყო. და 1948 წელს შეცდომა იქნა დაშვებული, რომ ძველი ქალაქი არ შენარჩუნდა. ამ მომენტში ლომების კარიბჭესთან ახლოს ვართ. ძველ ქალაქში შევდივართ. ვიმეორებ, ლომების კარიბჭესთან ვართ. ძველ ქალაქში შევდივართ. მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე La guerre de 1967 წლის ომი არ ყოფილა. pour nous, ვიცოდით, რომ ისრაელელი ჯარისკაცები დაუბრკოლებლად მიიწევდნენ წინ. les Palestiniens პალესტინელებს იარაღი არ ჰქონდათ. pas entraînés au combat. ბრძოლისთვის მზად არ იყვნენ. Moshe Dayan, მოშე დაიანი და იცხაკ რაბინი ძველ ქალაქში შედიან და გოდების კედელთან des მიდიან. lamentations. Jérusalem, 1948 წლის ომის შემდეგ იერუსალიმი ორადაა l'État გაყოფილი. d'Israël. დაიანი დიდი ენთუზიაზმით არ უყურებდა იერუსალიმის დაპყრობას, Jérusalem. მაგრამ ზეწოლა მეტისმეტად ძლიერი იყო. Moshe Dayan მოშე დაიანს ჯეროდა, რომ ამერიკა და საბჭოთა კავშირი ბრძოლის შეწყვეტას მოითხოვდნენ et que le scénario და 1956 წლის სცენარი განმეორდებოდა. dans son élan. Sans la გადაწყვიტა იორდანეს დასავლეთ სანაპიროსკენ და სირიის გოლანისკენ განეგრძო სვლა. syrien. გოლანის მაღლობის აღება გეგმაში არ ყოფილა, Mais il y a მაგრამ არმიის მხრიდან უზარმაზარი ზეწოლა იყო. მაღლობიდან სოფლის მიმართულებით სროლები უნდა დამთავრებულიყო. ils ont décidé d'occuper. ამიტომ გოლანის დაკავება გადაწყვიტეს. ამ მომენტიდან ომის ხასიათი შეიცვალა და ეს საყოველთაო ომი გახდა. Le 10 10 ივნისს ცეცხლის შეწყვეტა გამოცხადდა. ეს ისრაელის გამარჯვებაა. ce même იმავე 10 ივნისს კედლის მოპირდაპირე მხარეს მდებარეობანი 600 პალესტინელისგან დაიცლება. signifie leur expulsion. L'esplanade ეს პლანადა თავის არაბულ სახლებთან ერთად გაქრება. le 18 18 ივნისს ისრაელი ქალაქის აღმოსავლეთით 71 კვადრატულ კილომეტრს იერთებს. sa législation. იერუსალიმი გაერთიანდა. თავდაცვისთვის იერუსალიმის დაპყრობა აუცილებელი არ ყოფილა. La conquête de ეს Jérusalem რომანტიკული დაპყრობა გახლდათ. pour se défendre. C'est რომანტიზმი კი პოლიტიკაში et le საკმაოდ romantisme politique საშიშია. quelque chose de dangereux. En 6 6 დღეში ისრაელმა დაიპყრო სინა, Sinaï jusqu'au სუეცის არხამდე, la bande ღაზას სექტორი, იორდანეს დასავლეთი ნაპირი, arabe de Jérusalem. იერუსალიმის არაბული ნაწილი და სირიის გოლანის მაღლობები. 1 million d'arabes. მილიონი არაბი მისი ადმინისტრაციის ქვეშ ექცევა. ფართობი 102,000 კვადრატულ კილომეტრამდე იზრდება. იერუსალიმის ბრძოლის შემდეგ გოდების კედელთან მიგვიყვანეს. იქ კედელთან რომ მივედი, უამრავი ხალხი დამხვდა. ჩემნაირი უბრალო ადამიანები და ყველა ამბობდა, რომ ეს წმინდა ადგილი იყო. ადრე სიონისტებისთვის წმინდა ადგილი მნიშვნელოვანი არ იყო. Alors que là, ჩვენთვის კი ეს ce choc immense უდიდესი შოკი იყო. ჩვენ დაუბრუნდით. retour ეს ადგილები ჩვენ გვეკუთვნის.
თანაც ეს ყველაფერი საკმაოდ მარტივად მოხდა. ხოლო ღმერთს შეეძლო ამ სასწაულის მოხდენა. ისეთი განცდა ჰქონდა თითქოს მესი ამოვიდა. ამან უამრავი ახალგაზრდის ყურადღება მიიქცია. განსაკუთრებით მორწმუნე ახალგაზრდების, რომლებიც ნაციონალისტები გახდნენ. და ისეთი ახალგაზრდებისაც, რომლებიც რელიგიურები არ იყვნენ. აბსოლუტური გამარჯვება, რომელიც ზოგიერთებმა რელიგიურ გამოცდილებად მიიღეს, ისტორიის კურსს შეცვლის. ჩემი კომუნისტური აღზრდის მიუხედავად, კარგად მახსოვს, როცა იერუსალიმის ძველი ქალაქის დაპყრობის შესახებ გამოაცხადეს, ამ ამბავს ენთუზიაზმით ვიმეორებდი. ვამბობდი, ჩვენ ძველი ქალაქი დავიბყარით. არ მგონია სიტყვა გათავისუფლება მეხსენებინა. ტვინი მქონდა გამორეცხილი, როდესაც ნაციონალისტურ რელიგიურ ორგიაში მონაწილეობას ვიღებდი. მხოლოდ 14 წლის ვიყავი. ისეთი განცდა მქონდა, თითქოს როგორც იქნა შინ ვბრუნდებოდით და ტერიტორიები გავათავისუფლეთ. ამაში ყველაზე ტრაგიკული ისაა, რომ არ მახსენდება ერთი არაბი მაინც დამენახა. 1967 წელს ლტოლვილების ახალი ტალღა წამოვიდა. ამჯერად უკვე მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირიდან იორდანიისკენ. 1967 წლის ლტოლვილები 1948 წლის ლტოლვილებს დაემატნენ. 150,000 ადამიანი გაემგზავრა, რამაც უკვე არსებული პრობლემა კიდევ უფრო გაამძაფრა. Retourner 1967 წლის ზაფხულში შინ დავბრუნდი. chez moi pendant l'été. ჩემი სახლი იდგა ხაზზე, რომელიც აღმოსავლეთ და დასავლეთ იერუსალიმს ყოფდა. Séparait Jérusalem-Est. მაგრამ ეს ხაზი, ანუ საზღვარი, უკვე გამქრალი იყო. Mais cette ligne, cette frontière, ჩემი სახლის ეზოდან ისრაელს ისე ვუყურებდი, თითქოს სხვა სამყარო იყო. depuis le jardin de ma maison, სამყარო, რომელსაც მხოლოდ Israël, comme si c'était იმ ისტორიებიდან ვიცნობდი, დედა რომ მიყვებოდა. je ne connaissais pas, que je ne connaissais que par les histoires que ma mère nous racontait. 1967 წელს უკვე 16 წლის ვიყავი, მაგრამ არაფერი ვიცოდი. Et je ne connaissais rien. პალესტინის იმ ნაწილის შესახებ, რომელიც ისრაელის ხელში იყო. რადგან 1948 წლიდან არსებობდა საზღვარი, Il y avait რომლის გადაკვეთის უფლება არ გქონდა. Personne n'a pensé que ça durerait aussi. ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ეს ამდენ ხანს გაგრძელდებოდა. Le gouvernement avait გვეგონა, რომ მხოლოდ დროებითი სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის ჭირდებოდა. une future pour la paix. ფიქრობდით, მშვიდობა დამყარდებოდა და იუდეის და სამარიის ხალხთან შეთანხმებულად ვიცხოვრებდით. გოლანი ცარიელი იყო, როგორც სინა. ჩვენ ერთმანეთს გავუგებდით. ლევი ეშკოლი პირველი იყო, ვინც თქვა, რომ ეს ტერიტორიები მოკლე ვადით ჰქონდა დაკავებული. და სანამ უკან დავაბრუნებდით, ერთგვარი კოზირი იყო მოლაპარაკებებისთვის. ლევი ეშკოლი ალბათ ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ 50 წელი იქ დავრჩებოდით. გვეგონა ეს ყველაფერი მალე დამთავრდებოდა. ყველაფერი შეიცვლებოდა და ნორმალურ ცხოვრებას დავბრუნდებოდით. მაგრამ ჩვენი მოლოდინი არ გამართლდა. 6 დღიანი ომის შემდეგ
1 სექტემბერს არაბული ქვეყნები ხარტუმში ხელს აწერენ სოლიდარობის ქარტიას, რომელიც ითვალისწინებს ისრაელის წინააღმდეგ მუდმივ ბრძოლას, არაბული ნავთობის დიპლომატიური იარაღად გამოყენებას და პალესტინელთა უფლებების დაცვას. ქარტიის მესამე პარაგრაფში 3 არას პუნქტია: არა მშვიდობას ისრაელთან, არა ისრაელის აღიარებას, არა მოლაპარაკებებს. სიტუაცია გაიყინა, რადგან არ არსებობდა არაბი პარტნიორი, რომ მოლაპარაკება ეწარმოებინა. არადა მდგომარეობა მოგვარდებოდა. ოკუპაციისადმი წინააღმდეგობა მაშინვე არ დაწყებულა. თავიდან პალესტინელები ტრამვირებული, შოკირებული, პარალიზებული იყვნენ. უბრალოდ იდგნენ და არ იცოდნენ რა გაეკეთებინათ. მაშინ ჩვენ განმანათლებლური ლიბერალური ოკუპაციის იდეა გაგვიჩნდა. თქოს ასეთი რამ არსებობდა. გამოვიგონოთ ლიბერალური ოკუპაციის კონცეფცია. ვნახოთ რა მოხდება. 1967 წლის შემდეგ აქ მესიანური სიონიზმი აყვავდა, რომელსაც ბიბლიური ფესვები ჰქონდა და რომლის მიზანი ისრაელის თავისუფლება და დამოუკიდებლობა კი არა, არამედ ბიბლიური წარსულის კვალზე ებრაელი ხალხის დაბრუნება იყო. ახალი თაობა აცხადებდა, ახალი პიონერები ვართო. მაგრამ მათი мотиваცია პირველი არარელიგიური პიონერებისგან სრულიად განსხვავდებოდა. ძველი სიონისტები გადაღლილები იყვნენ და ამ ახალ საზოგადოებას წუხილით, მაგრამ ამავე დროს კმაყოფილებით უყურებდნენ. ასეთი იყო ახალი თაობა. ყოველივე ამან შექმნა სიცარიელე, რომელშიც მოსახლეთა მცირე რიცხოვანმა, მაგრამ დინამიკურმა ჯგუფმა თავისი ადგილი დაიკავა და ისრაელს ტერიტორიების ანექსია აიძულა. პირველი მოსახლეები სწორედ ამ გარდამავალ ფაზაში ჩნდებიან. ამ რამდენიმე ათეული რელიგიური ნაციონალისტისთვის გამარჯვება და გოდების კედლის განთავისუფლება მესიის გამოჩენას ნიშნავს. 1968 წლის მარტში მოშე ლევინგერის ხელშეწყობით ისინი ჰებრონთან სახლდებიან. ეს ასე დაიწყო. შიმონ პერესი კოლონიზაციის პირველი ტალღის თანამონაწილე იყო. იმის გათვალისწინებით, რომ მუშათა პარტიაში ექსტრემისტული მიმდინარეობა წარმოიშვა, თავიდანვე უნდა გვეთქვა, რომ ამისთვის არ მოვსულვართ. ამის უფლება არ გვაქვს. ამას საერთაშორისო კანონი გვიგრძელავს, რომ წესები კაცრია. უეცრად 1967 წელს ჩვენ გავხდით ოკუპანტები, კოლონიალისტები. ამ შემთხვევაში ძველებურად აღარ იქცევიან. ისრაელი რეალურად სწორედ ამ მომენტში შეიცვალა. ეროვნული პროგრამა არაბებთან დაზავებას, რეგიონში ინტეგრაციასა და მშვიდობის დამყარებას გულისხმობდა. Israël avant 67. 1967 წლამდე და მის შემდეგაც ისრაელი ორი ერთმანეთისგან განსხვავებული საზოგადოება, ორი განსხვავებული ქვეყანა იყო. პალესტინის განთავისუფლების ორგანიზაციის ლიდერი იასირ არაფატია. კაიროში შემუშავებულ პალესტინის ეროვნულ ქარტიას ისრაელელები ომის გამოცხადებად აღიქვამენ, რადგან ის განსაზღვრავს ორგანიზაციის მიზანს, ისრაელის განადგურებას. ორი კვირის შემდეგ პრემიერ-მინისტრი ლევი ეშკოლი გულის შეტევით იღუპება. მას პოსტზე გოლდა მეირი ანაცვლებს. მეირი ბენ-გურიონის საგარეო საქმეთა მინისტრია, რომელმაც მასზე თქვა, ის ერთადერთი მამაკაცია ჩემს მთავრობაშიო. მეირმა ასეთი სისულელე თქვა, პალესტინელები ხალხი არასდროს ყოფილანო. დარწმუნებული ვარ, რომ ყველა, ვინც ამ დარბაზშია და ვინც 1948 წლამდე ისრაელში იყო, პალესტინელია. ეს უდავოა. ძველი პასპორტი ისევ მაქვს. რა ბედი ეწიათ იორდანის დასავლეთ სანაპიროს პალესტინელებს? 1967 წლის 5 ივნისამდე სად იყვნენ პალესტინელი ლიდერები? ესაა პოლიტიკური სიბრმავის დასაწყისი, რომელიც სულ უფრო მეტად ღრმავდება.
70-იანი წლების დასაწყისში ოკუპაციური ძალები პალესტინელებს აძევებენ და კოლონიებს აშენებენ. ისრაელი ოკუპირებული მიწების სამხედრო ადმინისტრირებას იწყებს. ჯანდაცვას, განათლებას, მიწათმოქმედებას თუ დასაქმებას სამხედროები მართავენ. ნელ-ნელა მივხვდით, რას გულისხმობდა ოკუპაცია. Ce que l'occupation voulait dire. Nous avons გავაცნობიერეთ, რომ ოკუპაციის დროს მიწებს ჩამოგვართმევდნენ და იქ კოლონიები აშენდებოდა. Ceux qui pensent ცდებოდა, ვინც ფიქრობდა, რომ ხალხი ამ ყოფას აიტანდა და ვინმე მათ მეორე კატეგორიის მოქალაქეებად აქცევდა. პალესტინელები ყველაფრის სატანას მიეჩვივნენ, მაგრამ როდემდე? სამშვიდობო ბანაკი ააფეთქეს. Les attentats suicides ყველანი ont დავმუნჯდით. რთულია მშვიდობა დაიცვა, როცა devenu muets. ავტობუსებს აფეთქებენ. Il est პალესტინელებმა ბრძოლის არასწორი მეთოდი აირჩიეს. la façon dont les ძალადობას და აპათიას les moyens qu'ils ont choisis, კარგი არაფერი ne მოაქვს. mènent à rien ou bien l'apathie მათ კიდევ pousse à ne rien faire. ბევრი რამ აქვთ სასწავლი. Ils ont encore beaucoup à apprendre. ოკუპაციის წინააღმდეგ Organiser une lutte intelligente ინტელექტუალური et efficace. და ეფექტური ბრძოლის ორგანიზებისთვის. პალესტინელთა მხრიდან ღია განცხადებები არ Sans que კეთდებოდა. cela soit déclaré ouvert ამიტომ ჩვენი რამდენიმე მმართველი მიეჩვია იმ მდგომარეობას, რომელშიც dans ვცხოვრობთ. laquelle nous nous trouvons aujourd'hui. ეს მდგომარეობა უკიდურესად დამთრგუნველი, შემაწუხებელი და სავალალოა. Mais nous მაგრამ ჩვენი მმართველები მზად არიან ცხოვრება ასე გააგრძელონ. ისრაელელები ფიქრობენ, რომ თუ ოკუპაციის შესახებ არისაუბრებენ, ის არ იარსებებს. de chez nous, ეს ჩვენგან ნახევარი საათის გზაზე ხდებოდა. ils sont jamais allés. მაგრამ ამის მიუხედავად არ მისულან, არ დაინტერესებულან, რა სიტუაცია იყო შექმნილი. ძალიან რთულია მოვლენების შემოbrunება და იმ ფარდის ახდა, De lever ce რომელიც que les Israéliens თავად ont mis ისრაელელებმა ჩამოაფარეს ყველაფერს, რაც ოკუპაციასთან არის დაკავშირებული. მოლაპარაკებებს 25 წელი ვაწარმოებდით, მაგრამ კოლონიზაცია არ შეწყვეტილა. მაინც გრძელდებოდა. საუკუნის მეოთხედი გავიდა, მაგრამ შედეგებს შეხედეთ. რასაც ისრაელელები აკეთებენ შენი ხბვა. საუბრობდით, რაღაცებს ხელს ვაწერდით და ეს იმიტომ, რომ ბულდოზერების მუშაობა არ შეგვემჩნია. კოლონიზაციის შესაჩერებლად არანაირი პოლიტიკა არ არსებობს. Selon les statistiques, ისრაელის სტატისტიკური კვლევით, population des colonies იორდანის დასავლეთ სანაპიროს ებრაული კოლონიების მოსახლეობა წელიწადში 4%-ით იზრდებოდა და 400,000-მდე მოიმატა. არ შეიძლება ვისაუბროთ 400,000 ადამიანზე და არ გავითვალისწინოთ იერუსალიმის 300,000 ებრაული კოლონია. წუხვარ, მაგრამ ესეც ოკუპაცია იყო. აღმოსავლეთ იერუსალიმის ოკუპაციაც ჩვეულებრივი ოკუპაციაა და არ არსებობს მთავრობის მეთაური, il n'y a pas et il რომელიც ევაკუაციის პრობლემას მოაგვარებს. décidera de l'évacuation de 700 000 colons. C'est la raison pour ამიტომ ჩემნაირ ადამიანებს სახელმწიფოს ნდობა აღარ აქვთ. გამოსავლის მოძებნა კლასიკური გაგებით sens classique du terme. სასწაულის ტოლფასია. À moins d'un miracle. ამას მე და ელიას სანბარი კი არა, ყველა ხედავს, ვინც სიტუაციას On აკვირდება. le voit. Pendant des années, უკვე წლებია მე და ჩემნაირები ვსვამთ ასეთ კითხვას. où poser la უნდა question, ისრაელს Israël მშვიდობა. veut-il la paix? Et au fur et à მაგრამ იქიდან mesure, გამომდინარე, რომ ვაკვირდებოდით შეხვედრებს, გამიჩნდა კითხვა. შეუძლია კი ისრაელს Israël peut-il მშვიდობიანად იცხოვროს? მშვიდობის დამყარება შესაძლებელია, de faire la paix. მაგრამ On ne le veuille pas. შიშობ რომ ეს არ გვინდა და Plus რაც მეტი დრო გავა, მისი გაკეთება სულ უფრო რთული იქნება. en haussant les épaules, ბოლოს ადამიანები მხრებს აიჩეჩენ და იტყვიან, რომ Moi, j'ai აღარ fait la გვჭირდება. résistance, j'avais 20 ans, j'en ai როცა წინააღმდეგობის მოძრაობას შევუერთდი, 20 წლის ვიყავი, ახლა 70-ის ვარ. ამ პრობლემის გადაჭრა შეუძლებელი რომ ყოფილიყო, ამდენს არ ვიწვალებდი. მარადიული კონფლიქტები არ არსებობს მაშინაც კი, თუნდაც მძიმედ დაიწყოს. აღმოსავლეთ იერუსალიმიდან ვარ, მაგრამ მოქალაქეობა და პასპორტები არავის გვაქვს. პალესტინელები არც ერთი ქვეყნის მოქალაქეები არ ვართ.
ქვეყანა არ მაქვს. არც ისრაელელი ვარ, არც იორდანელი, არც ეგვიპტელი, არც ტუნისელი, არც ფრანგი, არც იტალიელი. Je ne suis pas tunisien, je ne suis pas français, არავინ je ne ვარ. suis pas italien. Штилиани. Je ne suis rien. Est-ce que je reviendrai un jour en Palestine? დაუბრუნდები კი პალესტინაში. არა, ჩემი თაობისთვის ეს გვიანია. Ma Palestine. ჩემი პალესტინა აღარ არსებობს. Nous avons eu le sentiment ჩვენ გვქონდა განცდა, რომ ყველაფერი, რაც ერთ დროს არსებობდა, à წაგვიშალეს. la porte. გამოგვყარეს, საზღვრებს იქით გადაგვისროლეს. Et cela. რაც იყო, იყო. Personne. ამის შეცვლას ვეღარავინ შეძლებს. ეს მოხდა და მორჩა. Est-ce que la sagesse დაამარცხებს სიბრძნე და ზომიერება ფანატიზმს და სისულელეს? Je ne არ sais ვიცი. pas. ჰეგელის აზრით, Hegel ისტორიკოსი est le prophète du passé. წარსულის წინასწარმეტყველია. როცა დიპლომატია ვერ მუშაობს, Diplomatie échoue. ომი მაშინ Des იწყება. armes. ისრაელის ომი ჩემთვის ყოველთვის Comme une guerre უსასრულო იყო. avec des pauses. ესაა კონფლიქტი, რომელიც არასდროს Il n'a შეწყვეტილა jamais cessé. და ამ ციკლს დასასრული არ უჩანს. Théodore Herzl, როცა თეოდორ ჰერცლმა გაიგო, რომ ავადიყო, ses successeurs, მემკვიდრეებს წერილი დაუტოვა, რომელშიც თხოვდა შეცდომა არ დაუშვათ. ის 1904 წელს გარდაიცვალა. 4 ans. ჰერცლმა პალესტინაში დაკრძალვა ითხოვა, როცა იქ ებრაელთა სახელმწიფო აშენდებოდა. Fondé un État indépendant. 1959 წლის აგვისტოში თავის მშობლებთან და დასთან Il est inhumé პოლინთან ერთად ის ჰერცლის მთაზე იერუსალიმში გადაასვენეს. mais ვერ გადაასვენეს მისი შვილი ტრუდ ნორმანი, morte dans le camp. რომელიც საკონცენტრაციო ბანაკში გარდაიცვალა.